ახლა ამ წამში, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენი სხეული ჩაივლის სკამში. არა, ეს არ არის მეტაფორა, ეს არის ფიზიკური რეალობა, რომელიც ხდება მილიარდჯერ თითოეულ წამში. თქვენი ხელის ატომები და მაგიდის ატომები ურთიერთშერწევენ ერთმანეთში, ისევე როგორც ორი მოჩვენება. მაგრამ თქვენი ტვინი ამ ქაოსს გარდაქმნის მყარობის შეგრძნებად. ის ქმნის ილუზიას, რომელსაც ჩვენ უწოდებთ მატერიას. ეს არ არის ფილოსოფიური თამაში სიტყვებით. ეს არის ექსპერიმენტულად დადასტურებული ფაქტი, რომელიც ანგრევს ყველაფერს, რასაც ოდესმე იცოდით რეალობის შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სხეულის ერთი ატომი გაიზარდა იმდენად, რომ მისი ბირთვი გახდა ალუბლის ზომის. არა უბრალო წერტილი, არამედ რეალური ხელშესახები ალუბალი, რომელსაც შეგიძლიათ ხელში ჩაიჭიროთ. ახლა გაზომეთ, სად იქნებოდა უახლოესი ელექტრონი? არა მეტრში, არა ათეულ მეტრში. ელექტრონი ტრიალებდა ფერბურთის სტადიონის საზღვრებზე. მთელი სტადიონი. ალუბლის ზომის ბირთვი ცენტრში და ელექტრონები ტრიბუნების მიღმა. ყველაფერი შუაში, აბსოლუტური, სრული, შეუძლებელი სიცარიელე. ეს არ არის გამარტივება, ეს არის ზუსტი მასშტაბი. თქვენი სხეული, სკამი, რომელზეც ზიხართ, კედლები თქვენს გარშემო, ყველაფერი ეს არის 9999% სიცარიელე. მაგრამ აქ იწყება რეალური საიდუმლო. თუ ყველაფერი სიცარიელეა, რატომ არ ცვივართ იატაკში? რატომ არ გადის თქვენი ხელი მაგიდის გავლით ის გავლით, როგორც ორი ღრუბელი ერთმანეთში? ფიზიკოსები 100 წლეულის განმავლობაში ებრძოდნენ ამ კითხვას. ისინი იცოდნენ, რომ ატომები თითქმის მთლიანად ცარიელია. ისინი ზომავდნენ, ითვლიდნენ, ადასტურებდნენ, მაგრამ ყოველდღიური გამოცდილება ეწინააღმდეგებოდა მათ გაზომებს. ჩვენ გვგრძნობთ მყარობას, ჩვენ ხედავს, ჩვენ ხედავთ საგნებს, ჩვენ ვეჯახებით კედლებს. 2021 წელს ერნესტ რეზერფორდმა, ბრიტანელმა ფიზიკოსმა, რომელმაც აღმოაჩინა ატომის ბირთვი, თქვა: ეს იყო ყველაზე წარმოუდგენელი მოვლენა, რაც ოდესმე მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო თითქმის ისეთივე დაუჯერებელი, როგორც თუ თქვენ ესროლეთ თოფის ტყვიას ქაღალდის ფურცელში და ის უკან დაბრუნდებოდა და თქვენ მოგკლავდათ. რეზერფორდი საუბრობდა თავის ცნობილ ექსპერიმენტზე 2009 წელს მანჩესტერის უნივერსიტეტში. მან და მისმა გუნდმა ესროლეს ალფა ნაწილაკები, დამუხტული ატომის ბირთვები ოქროს თხელ ფურცელში. თუ ატომები იყო მყარი, ნაწილაკები უბრალოდ შეჩერდებოდნენ, მაგრამ უმეტესობა გაიარა. უბრალოდ გაიარა, თითქოს არაფერი არ იყო იქ, მაგრამ ზოგიერთი, ძალიან მცირე რაოდენობა უკან დაბრუნდა. ეს იყო შეუძლებელი, თუ არ იყო ატომი თითქმის მთლიანად ცარიელი. მაგრამ მცირე, წარმოუდგენლად მკვრივი ბირთვით ცენტრში. რეზერფორდმა გაიგო, მატერია არ არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ის არის სიცარიელე, ორგანიზებული უჩინარი ძალებით. მაგრამ თუ ყველაფერი სიცარიელეა, რა გვიცავს ჩავარდნისგან? პასუხი მოდის ადგილიდან, რომელიც ანგრევს ჩვენს ინტუიციას კიდევ უფრო ღრმად. 2025 წელს ვოლფგანგ პაულიმ, ავსტრიელმა თეორიულმა ფიზიკოსმა, ჩამოაყალიბა პრინციპი, რომელიც ახსნის, რატომ არ იშლება მატერია საკუთარ თავში. პაულის გამორიცხვის პრინციპი ამბობს, ორ ელექტრონს არ შეუძლია იყოს ერთსა და იმავე კვანტურ მდგომარეობაში ერთდროულად. ეს არ არის უბრალოდ წესი, ეს არის ფუნდამენტური თვისება რეალობისა. როდესაც თქვენი ხელი უახლოვდება მაგიდას, ელექტრონები თქვენს კანში იწყებენ შეჯახებას, ელექტრონებთან მაგიდის ზედაპირზე. მაგრამ ისინი არ შეიძლება დაიკავონ ერთი და იგივე სივრცე. ისინი აწევენ წინააღმდეგობას. არა იმიტომ, რომ ატომები მყარია, არამედ იმიტომ, რომ კვანტური მექანიკა კრძალავს მათ გადაფარვას. ეს წინააღმდეგობა არის ის, რასაც ჩვენ უწოდებთ ელექტრომაგნიტურ ძალას. როდესაც ზიხართ სკამზე, თქვენ რეალურად არ ეხებით მას. თქვენი ატომების ელექტრონები და სკამის ატომების ელექტრონები აგზნებენ ერთმანეთს მანძილიდან. ისინი ქმნიან უჩინარ ბარიერს, ენერგიის ველს, რომელიც გრძნობთ როგორც მყარობას. ეს ველი არის იმდენად ძლიერი, რომ ის უჭერს მხარს თქვენს ფელწონას. მაგრამ ის არ არის ფიზიკური კონტაქტი. ეს არის კვანტური გამორიცხვა, რომელიც მოქმედებს როგორც უჩინარი ბალიში. თქვენ ჰაერზე ზიხართ, ან უფრო ზუსტად, თქვენ ზიხართ ელექტრული ველების ურთიერთქმედებაზე, რომლების წარმოიქმნება იქნება იმიტომ, რომ ელექტრონებს არ შეუძლიათ იყვნენ ერთსა და იმავე ადგილას. ეხლა წარმოიდგინეთ ეს მასშტაბით. თქვენ სხეულში არის დაახლოებით 7 ოქტილიონი ატომი. ეს არის 7, რომელსაც მოსდევს 27 ნული. თითოეული ამ ატომიდან თითქმის მთლიანად ცარიელია. თითოეული მათგანი ინარჩუნებს თავის სტრუქტურას არა მყარობის გამის გამო, არამედ კვანტური წესების გამო, რომლებიც კრძალავს ელექტრონებს იყვნენ ერთსა და იმავე ადგილას. თქვენი სხეული არის ცარიელი სივრცის ორკესტრი, რომელიც ინარჩუნებს ფორმას უჩინარი ძალებით. სკამი, რომელზეც ზიხართ, არის იგივე. კედლები თქვენს გარშემო არიან იგივე. მთელი სამყარო არის იგივე. ყველაფერი, რასაც თქვენ უწოდებთ მატერიას, არის სიცარიელე, ორგანიზებული კვანტური წესებით,
რომლებიც ქმნიან ილუზიას მყარობისა. მაგრამ ეს ილუზია არ არის სრულყოფილი. არსებობს მომენტები, როდესაც ის იშლება. ფიზიკოსები უწოდებენ ამას კვანტურ გვირაბურობას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აგდებთ ბურთს კედელში. კლასიკურ ფიზიკაში ბურთი უკან აირიცრება, ის არ გაივლის კედელს. მაგრამ კვანტურ დონეზე ნაწილაკებს აქვთ მცირე, მაგრამ არანულოვანი ალბათობა, რომ გაიარონ ბარიერის გავლით. ისინი არ ანგრევენ კედელს, ისინი არ აკეთებენ ხვრელს. ისინი უბრალოდ გამოჩნდებიან მეორე მხარეს, თითქოს ბარიერი არასოდეს არსებობდა. ეს არ არის მეცნიერული ფანტასტიკა. ეს ხდება მილიარდჯერ თითოეულ წამში თქვენს სხეულში. 2026 წელს ჩვენ ვიცით, რომ კვანტური გვირაბურობა არის ის, რაც აძლევს ენერგიას მზეს. მზის ბირთვში წყალბადის ატომები უნდა შეერთვნენ ჰელიუმად, მაგრამ ამისთვის ორ პროტონს უნდა მიუახლოვდეს ერთმანეთს წარმოუდგენლად ახლოს. პრობლემა. ორივე პროტონი დადებითად არის დამუხტული და ისინი აგზნებენ ერთმანეთს უზარმაზარი ძალით. კლასიკური ფიზიკის მიხედვით მზეს არ უნდა ანათებდეს. პროტონებს არ უნდა ჰქონდეთ საკმარისი ენერგია, რომ დაძლიონ ეს ელექტრული ბარიერი. მაგრამ კვანტური მექანიკა აძლევს მათ გზას. პროტონები გვირაბურობენ ბარიერის გავლით, გამოჩნდებიან მეორე მხარეს და შერტმიან. ეს კვანტური ეფექტი არის ის, რაც ქმნის მზის შუქს. ეს არის ის, რაც ქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე. ეხლა დაბრუნდით თქვენ სხეულთან. თქვენი ხელი მაგიდაზე. ელექტრონები ქმნიან ბარიერს, რომელიც გრძნობთ როგორც მყარობას, მაგრამ ეს ბარიერი არ არის აბსოლუტური. მცირე რაოდენობის ატომები თქვენს განში რეალურად გვირაბურობენ მაგიდის ზედაპირში თითოეულ წამში. ისინი გადიან ბარიერის გავლით და ბრუნდებიან უკან. ეს ხდება იმდენად იშვიათად და იმდენად მცირე მასშტაბით, რომ თქვენ არასოდეს შეამჩნევთ, მაგრამ ეს ხდება. თქვენი სხეული მუდმივად ურთიერთშეღწევს საგნებთან, რომლებსაც ეხებით, კვანტურ დონეზე. მყარობა, რომელსაც გრძნობთ, არის სტატისტიკური საშუალო. ეს არის ის, რასაც თქვენი ტვინი აშენებს ტრილიონობით კვანტური ურთიერთქმედებიდან, რომელთა უმეტესობა ქმნის წინააღმდეგობას, მაგრამ ზოგიერთი არა. ეს გვიყვანს უფრო ღრმა კითხვამდე. თუ მატერია არის უმეტესწილად ცარიელი სივრცე და მყარობა არის კვანტური ეფექტი, რა არის რეალური? როდესაც თქვენ უყურებთ მაგიდას, თქვენ არ ხედავთ ატომებს, თქვენ არ ხედავთ ელექტრონებს. თქვენ ხედავთ ფერს, ფორმას, ტექსტურას. მაგრამ ეს თვისებები არ არსებობს მაგიდაში. ისინი არსებობენ თქვენს ტვინში. მაგიდა ასხივებს ფოტონებს, შუქის ნაწილაკებს, რომლებიც ხვდებიან თქვენს თვალში. ეს ფოტონები ააქტიურებენ რეცეპტორებს თქვენს ბადურაში. რეცეპტორები აგზავნიან ელექტრულ სიგნალებს თქვენს ტვინში და თქვენი ტვინი ამ უჩინარი ელექტრული იმპულსებიდან აშენებს გამოცდილებას, რომელსაც თქვენ უწოდებთ მაგიდის ხილვას. ეს არ არის პასიური პროცესი. თქვენი ტვინი არ არის კამერა, რომელიც უბრალოდ ჩაწერს რეალობას. ის არის აქტიური ინტერპრეტატორი, რომელიც აშენებს რეალობას სენსორული მონაცემებიდან. ნეირომეცნიერები 2009 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში ბერკლიში აჩვენეს, რომ თქვენი ტვინი იწყებს აშენებას იმისა, რასაც თქვენ ხედავთ, სანამ შუქი მიაღწევს თქვენს თვალს. ის იყენებს წინა გამოცდილებას, მოლოდინებს, კონტექსტს, რომ შექმნას პროგნოზი იმისა, რასაც თქვენ უნდა დაინახოთ. შემდეგ ის ადარებს ამ პროგნოზს რეალურ სენსორულ მონაცემებს და აკორექტირებს. ის, რასაც თქვენ უწოდებთ აღქმას, არის თქვენი ტვინის საუკეთესო ვარაუდი იმისა, რა არის იქ გარეთ, რომელიც დაფუძნებულია არასრულ ინფორმაციაზე. ეხლა დაუმატეთ ამას ის, რასაც ჩვენ ვისწავლეთ ატომების ლეთ-ატომების შესახებ. მაგიდა, რომელსაც თქვენ ხედავთ, არის თქვენი ტვინის კონსტრუქცია. მაგრამ რეალური მაგიდა, ატომების კოლექცია, არის თითქმის მთლიანად ცარიელი სივრცე. ფერი, რომელსაც ხედავთ, არ არსებობს ალპს ატომებში. ის არსებობს თქვენს ტვინში, როგორც ინტერპრეტაცია გარკვეული სიხშირის ფოტონებისა. მყარობა, რომელსაც გრძნობთ, არ არის ფიზიკური თვისება. ეს არის თქვენი ტვინის გზა აღწერისა კვანტური გამორიცხვის ძალისა. თუნდაც ფორმა, რომელსაც არ იქვამთ, არის გამარტივება. რეალურ დონეზე ატომების საზღვრები არ არის მკვეთრი. ელექტრონული ღრუბლები ქრება სივრცეში და არ არსებობს ზუსტი წერტილი, სადაც მაგიდა მთავრდება და ჰაერი იწყება. ეს გვიყვანს რადიკალურ დასკვნამდე. რეალობა, რომელსაც თქვენ განიცდით, არ არის რეალობა, რომელიც არსებობს. ის არის თარგმანი. თქვენი ტვინი იღებს სიგნალებს კვანტური სამყაროდან, რომელიც არის უმეტესწილად ცარიელი სივრცე, სავსე ნაწილაკებით, რომლებიც არსებობენ ალბათობის ღრუბლებში და გვირაბურობენ ბარიერების გავლით. და ამ ქაოსიდან თქვენი ტვინი აშენებს სტაბილურ მხარ პროგნოზირებად სამყაროს. ის აშენებს სამყაროს, რომელშიც საგნები აქვთ მკვეთრ საზღვრებს, სადაც მატერია არის მხარი, სადაც მიზეზი და შედეგი მუშაობს პროგნოზირებადად. ეს არის სასარგებლო ილუზია. ეს არის ილუზია, რომელმაც საშუალება მოგცა გადარჩენა და განვითარება. მაგრამ ეს არის ილუზია. ფიზიკოსები ამას უწოდებენ კლასიკურ ზღვარს. წერტილს, სადაც კვანტური ეფექტები ხდება იმდენად მრავალრიცხოვანი და იმდენად სწრაფი,
რომ ისინი საშუალოდ გამოდიან კლასიკურ კიკურქცევად. როდესაც თქვენ უყურებთ მაგიდას, თქვენ არ ხედავთ ინდივიდუალურ ატომებს, რომლებიც ვიბრირებენ და გვირაბურობენ. თქვენ ხედავთ კოლექტიურ ქცევას, ტრილიონობით ატომისას, რომელიც საშუალოდ გამოდის მყარობად. ეს არის ისევე, როგორც როდესაც თქვენ უყურებთ ტბას. თქვენ არ ხედავთ ინდივიდუალურ წყლის მოლეკულებს, რომლებიც ქაოტურად მოძრაობენ. თქვენ ხედავთ გლუვ ზედაპირს. მაგრამ ეს გლუვი ზედაპირი არის ილუზია, შექმნილი თქვენი აღქმის შეზღუდვებით. თუ თქვენ შეგეძლოთ ხილვა მოლეკულურ დონეზე, თქვენ დაინახავდით ქაოსს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ხილვა ატომურ დონეზე. თქვენი ხელი აღარ იქნებოდა მყარი ობიექტი. ის იქნებოდა ღრუბელი ნანაწილაკებისა, რომლებიც მოძრაობენ წარმოუდგენელი სიჩქარით, გამოყოფილი უზარმაზარი მანძილებით. მაგიდა იქნებოდა კიდევ ერთი ღრუბელი და ორი ღრუბელი ურთიერთ შეღწევდნენ ერთმანეთში. მათი ელექტრონები თრიალებდნენ და ერიდებოდნენ ერთმანეთს კვანტური წესების მიხედვით. არ იქნებოდა მკვეთრი საზღვარი, არ იქნებოდა მყარი კონტაქტი. მხოლოდ ენერგიის ველები, რომლებიც ურთიერთქმედებენ უჩინარ მანძილებზე. ეს არის რეალური რეალობა. მაგრამ თქვენი ტვინი არ გიჩვენებთ ამას. ის გიჩვენებთ გამარტივებულ ვერსიას, რომელიც სასარგებლოა გადარჩენისთვის, მაგრამ რომელიც არ არის ჭეშმარიტი. ეს გამარტივება არ არის მხოლოდ თქვენი ტვინის შეზღუდვა. ის არის ფუნდამენტური თვისება რეალობისა. 2027 წელს ვერნერ ჰაიზენბერგმა, გერმანელმა ფიზიკოსმა, ჩამოაყალიბა გაურკვევლობის პრინციპი. ეს პრინციპი ამბობს: თქვენ არ შეგიძლიათ ერთდროულად იცოდეთ ნაწილაკის ზუსტი პოზიცია და ზუსტი სიჩქარე. რაც უფრო ზუსტად იზომავთ ერთს, მით უფრო გაურკვეველი ხდება მეორე. ეს არ არის ტექნიკური პრობლემა. ეს არ არის იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება უკეთესი ინსტრუმენტები. ეს არის ფუნდამენტური ლიმიტი იმისა, რაც შეიძლება იყოს ცნობილი. რეალობა კვანტურ დონეზე არ არის დეტერმინირებული. ის არის ალბათური. ეს ნიშნავს, რომ ელექტრონი ატომში არ არის მცირე ბურთი, რომელიც ტრიალებს ბირთვის გარშემო გარკვეულ ორბიტაზე. ის არის ალბათობის ღრუბელი, რეგიონი სივრცისა, სადაც ელექტრონი შეიძლება იყოს თითოეული წერტილით, რომელსაც აქვს განსხვავებული ალბათობა. როდესაც თქვენ ზომავთ ელექტრონს, ალბათობის ღრუბელი იშლება ერთ პოზიციაში. მაგრამ სანამ თქვენ არ ზომავთ, ელექტრონი არ არის ერთ ადგილას. ის არის ყველა შესაძლო ადგილას ერთდროულად, თითოეული განსხვავებული ალბათობით. ეს არ არის მეტაფორა, ეს არის მათემატიკური აღწერა იმისა, როგორ მუშაობს კვანტური მექანიკა და ის დადასტურებულია ექსპერიმენტულად უამრავჯერ. ეხლა გაფართოვეთ ეს თქვენ სხეულზე. თითოეული ატომი თქვენში შეიცავს ელექტრონებს, რომლებიც არსებობენ როგორც ალბათობის ღრუბლები. თითოეული ამ ელექტრონიდან არ არის ზუსტ პოზიციაზე. ის არის გაფანტული სივრცეში, არსებობს მრავალ ადგილას ერთდროულად. მაგრამ როდესაც ტრილიონობით ატომი ურთიერთქმედებენ, ეს კვანტური გაურკვევლობა საშუალოდ გამოდის. კოლექტიური ქცევა ხდება პროგნოზირებადი. თქვენი სხეული მიუხედავად იმისა, რომ შედგება ნაწილაკებისგან, რომლებიც არსებობენ ალბათობის ღრუბლებში, იქცევა როგორც მყარი ობიექტი. ეს არის კვანტური მექანიკის მაგია. ქაოსი მიკროსკოპულ დონეზე ქმნის წესრიგს მაკროსკოპულ დონეზე. მაგრამ ეს წესრიგი არის ემერგენტული თვისება. ის არ არის ფუნდამენტური. ფუნდამენტური რეალობა რჩება ქაოტური, გაურკვეველი, ალბათური. ეს გვიყვანს კითხვამდე, რომელიც აწუხებს ფიზიკოსებს 100 წლეულის განმავლობაში. თუ რეალობა კვანტურ დონეზე არის ალბათური და გაურკვეველი, რატომ ჩანს ის მყარად და დეტერმინირებულად ჩვენთვის? რატომ არ ვხედავთ ქაოსს? პასუხი მოდის იმის გაგებიდან, თუ როგორ მუშაობს აღქმა. თქვენი ტვინი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ დაინახოს ჭეშმარიტება. ის არის შექმნილი იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გადარჩენაში. და გადარჩენისთვის თქვენ გჭირდებათ პროგნოზირებადი სამყარო. თქვენ გჭირდებათ სამყარო, სადაც საგნები რჩებიან იქ, სად თქვენ დატოვეთ ისინი, სადაც მიზეზი იწვევს შედეგს, სადაც მატერია არის მყარი და საიმედო. ასე რომ თქვენი ტვინი აშენებს ამ სამყაროს თქვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ჭეშმარიტი. ეს არ არის თვითმხილველობა, ეს არის ადაპტაცია. ევოლუციამ ჩამოაყალიბა თქვენი ტვინი მილიონობით წლის განმავლობაში, რომ შექმნა სასარგებლო მოდელი რეალობისა, არა ზუსტი მოდელი. სასარგებლო მოდელი არის ის, რომელიც საშუალებას გაძლევთ იპოვოთ საკვები, თავიდან აიცილოთ მტაცებლები, გამრავლდეთ. ზუსტი მოდელი იქნებოდა ის, რომელიც გიჩვენებთ კვანტურ ქაოსს, მაგრამ ეს იქნებოდა უსაუსარგებლო. თქვენ ვერ იცხოვრებდით სამყაროში, სადაც ყველაფერი არის ალბათობის ღრუბელი. ასე რომ თქვენი ტვინი ფილტრავს ამ ინფორმაციას. ის გიჩვენებთ გამარტივებულ ვერსიას, რომელიც საკმარისად ზუსტია გადარჩენისთვის, მაგრამ რომელიც არ არის ჭეშმარიტი. 2007 წელს ტოკიოს უნივერსიტეტში ფიზიკოსებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცოდით დაკვირვების შესახებ. ისინი ესროდნენ ელექტრონებს ორ ვიწრო ღარში. კლასიკური ფიზიკის მიხედვით, თქვენ უნდა დაინახოთ ორი ზოლი ეკრანზე უკან, ელექტრონები,
რომლებიც გაიარეს მარცხენა ღარში და ელექტრონები, რომლებიც გაიარეს მარჯვენა ღარში. მაგრამ ეს არ არის ის, რაც მოხდა. ეკრანზე გამოჩნდა ინტერფერენციის ნიმუში, მრავალი ზოლი, რომლებიც ქმნიან ტალღის მსგავს პატემს. ეს არის ის, რასაც თქვენ დაინახავდით, თუ ტალღები გაივლიდნენ ორ ღარში და ურთიერთქმედებდნენ ერთმანეთთან. მაგრამ ელექტრონები არ არიან ტალღები, ისინი არიან ნაწილაკები. ან ასე ვფიქრობდი. შემდეგ მეცნიერებმა გადაწყვეტეს დაკვირვება იმისა, თუ რომელი ღარით გაივლიდა თითოეული ელექტრონი. ისინი დააყენეს დეტექტორები ღრებთან და როდესაც ისინი დაიწყეს დაკვირვება, ინტერფერენციის ნიმუში გაქრა. ეკრანზე გამოჩნდა მხოლოდ ორი ზოლი, ზუსტად ის, რასაც თქვენ მოელოდით ნაწილაკებისგან. ელექტრონების შეცვალეს თავიანთი ქცევა იმის გამო, რომ მათ აკვირდებოდნენ. არა იმიტომ, რომ დეტექტორმა ფიზიკურად შეაფერხა ისინი, არამედ იმიტომ, რომ დაკვირვების აქტმა, ინფორმაციის მიღებამ იმის შესახებ, თუ რომელი ღარით გაიარა ელექტრონი, შეცვალა ელექტრონის კვანტური მდგომარეობა. როდესაც არავინ აკვირდებოდა, ელექტრონი იქცეოდა როგორც ტალღა, გადიოდა ორივე ღარში ერთდროულად, თოულად და ურთიერთქმედებდა საკუთარ თავთან. როდესაც ვინმე აკვირდებოდა, ელექტრონი იქცეოდა როგორც ნაწილაკი, გადიოდა ერთი ღარით. ეს არ არის ფილოსოფიური თამაში. ეს არის ექსპერიმენტული ფაქტი, რომელიც გამეორებულია ათასობით ვარიაციაში, ათასობით ლაბორატორიაში, თითქმის 100 წლის განმავლობაში. დაკვირვება ცვლის რეალობას. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვაწუხებთ ნაწილაკებს, არამედ იმიტომ, რომ კვანტურ დონეზე დაკვირვება არის ფიზიკური ურთიერთქმედება, რომელიც ანგრევს ალბათობის ღრუბელს და აიძულებს ნაწილაკს აირჩიოს ერთი მდგომარეობა. სანამ თქვენ არ აკვირდებით, ელექტრონი არ არის ერთ ადგილას. ის არის ყველა შესაძლო ადგილას ერთდროულად. არსებობს როგორც სუპერპოზიცია, კვანტური მდგომარეობა, სადაც მრავალი რეალობა თან არსებობს. მაგრამ როდესაც თქვენ აკვირდებით, ეს სუპერპოზიცია იშლება. რეალობა ირჩევს ერთ შედეგს. და ეს არჩევანი არ არის დეტერმინირებული. ის არის ალბათური. ახლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს თქვენი ყოველდღიური გამოცდილებისთვის. როდესაც თქვენ უყურებთ მაგიდას, თქვენ არ უბრალოდ იღებთ ინფორმაციას მის შესახებ. თქვენ აქტიურად მონაწილეობთ მის რეალობის შექმნაში. ფოტონები, რომლებიც ასხივებს მაგიდა, არსებობენ კვანტურ სუპერპოზიციაში, სანამ ისინი არ მიაღწევენ თქვენს თვალს. ისინი არ არიან ზუსტ ტრაექტორიაზე, ისინი არიან ყველა შესაძლო ტრაექტორიაზე ერთდროულად. მაგრამ როდესაც ფოტონი ხვდება რეცეპტორს თქვენს ბადურაში, ეს სუპერპოზიცია იშლება. ფოტონი ირჩევს ერთ ტრაექტორიას. და ეს არჩევანი გამრავლებული მილიარდჯერ წამში ქმნის გამოცდილებას, რომელსაც თქვენ უწოდებთ მაგიდის ხილვას. მაგრამ აქ არის უფრო ღრმა საიდუმო. თქვენი ტვინი არ არის პასიური მიმღები ამ ინფორმაციისა. როდესაც ფოტონი ხვდება თქვენს ბადურას, ის ააქტიურებს ნეირონს. ეს ნეირონი აგზავნის ელექტრულ სიგნალს თქვენს ტვინში. მაგრამ ეს სიგნალი არ არის უბრალოდ მონაცემი, ის არის ინტერპრეტაცია. თქვენი ტვინი იღებს ამ ელექტრულ იმპულსს და ადარებს მას მილიონობით სხვა სიგნალს. სიგნალებს სხვა ფოტონებიდან, სიგნალებს თქვენი მეხსიერებიდან, სიგნალებს თქვენი მოლოდინებიდან. ის აშენებს მოდელს იმისა, რაც უნდა იყოს იქ გარეთ. და ეს მოდელი არის ის, რასაც თქვენ განიცდით როგორც რეალობას. 2020 წელს ნეირომეცნიერებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში აჩვენეს, რომ თქვენი ტვინი ხარჯავს უფრო მეტ ენერგიას პროგნოზების შექმნაზე, ვიდრე სენსორული მონაცემების დამუშავებაზე. ის მუდმივად აშენებს მოდელს სამყაროსა, რომელიც დაფუძნებულია წინა გამოცდილებაზე. შემდეგ ის ადარებს ამ მოდელს რეალურ სენსორულ შეკვანას და აკორექტირებს მხოლოდ მაშინ, როდესაც არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ეს ნიშნავს, რომ უმეტესი დრო ის, რასაც თქვენ ხედავთ, არ არის ის, რაც რეალურად არის იქ გარეთ. ეს არის ის, რასაც თქვენი ტვინი მოელის იყოს იქ, დაფუძნებული წინა გამოცდილებაზე. თქვენი აღქმა არის კონტროლირებადი ჰალუცინაცია. მოდელი რეალობისა, რომელიც მუდმივად განახლებულია სენსორული მონაცემებით, მაგრამ რომელიც არასოდეს არის სრულყოფილად ზუსტი. ყოფილად ზუსტი. ახლა შეადარეთ ეს იმას, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერული სიმულაცია. როდესაც თქვენ თამაშობთ ვიდეო თამაშს, თქვენ ხედავთ სამყაროს ეკრანზე, ხეებს, შენობებს, პერსონაჟებს, მაგრამ ეს სამყარო არ არსებობს როგორც ფიზიკური რეალობა. ის არსებობს როგორც მონაცემები კომპიუტერის მეხსიერებაში, ნულები და ერთიანები, რომლებიც წარმოადგენენ პოზიციებს, ფერებს, ფორმებს. კომპიუტერი იღებს ამ მონაცემებს და აშენებს ვიზუალურ რეპრეზენტაციას თქვენთვის, მაგრამ ეს რეპრეზენტაცია არ არის ის, რაც რეალურად არის კომპიუტერში. ის არის ინტერფეისი, გამარტივებული ვერსია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ურთიერთქმედება რთულ სისტემასთან. თქვენი ტვინი მუშაობს იგივე გზით. კვანტური სამყარო. სამყარო ალბათობის ღრუბლებისა, ტალღის ფუნქციებისა, სუპერპოზიციებისა არის მონაცემები. თქვენი ტვინი არის კომპიუტერი, რომელიც ამუშავებს ამ მონაცემებს. და რეალობა, რომელსაც თქვენ განიცდით, მყარი საგნები, მკვეთრი საზღვრები
დეტერმინირებული მოვლენები არის ინტერფეისი. ეს არის გამარტივებული ვერსია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ურთიერთქმედება რთულ კვანტურ რეალობასთან. მაგრამ ისევე როგორც ვიორც ვიდეო თამაშის ეკრანი არ გიჩვენებთ რეალურ კოდს, რომელიც მუშაობს კომპიუტერში, თქვენი აღქმა არ გიჩვენებთ რეალურ კვანტურ მდგომარეობებს, რომლებიც არსებობენ ატომურ დონეზე. ეს პარალელი არ არის შემთხვევითი. ზოგიერთი ფიზიკოსი, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი ჯერარდ თუფტი, ვარაუდობენ, რომ რეალობა შეიძლება რეალურად იყოს ინფორმაციული სტრუქტურა, რაღაც მსგავსი კომპიუტერულ სიმულაციასთან, მაგრამ უფრო ფუნდამენტურ დონეზე. ისინი არ ამბობენ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მატრიცაში. ისინი ამბობენ, რომ ინფორმაცია შეიძლება იყოს უფრო ფუნდამენტური, ვიდრე მატერია ან ენერგია. რომ სამყარო მის ყველაზე ღრმა დონეზე შეიძლება იყოს არა ნივთიერებებისგან შედგენილი, არამედ ინფორმაციისგან, ბიტებისგან, რომლებიც კოდირებენ კვანტურ მდგომარეობებს. და ის, რასაც ჩვენ უწოდებთ მატერიას, ენერგიას, სივრცეს, დროს, ყველაფერი ეს იქნებოდა ემერგენტული თვისებები, რომლებიც წარმოიქმნება ამ ფუნდამენტური ინფორმაციული სტრუქტურიდან. მაგრამ კვანტური რეალობა ხდება კიდევ უფრო უცნაური. 2075 წელს ალბერტ აინშტაინმა, ბორის პოდოლსკიმ და ნათან როზენმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც აღწევდა ფენომენს, რომელსაც აინშტაინი უწოდებდა საშინელ მოქმედებას მანძილზე. ისინი აჩვენეს, რომ კვანტური მექანიკის მიხედვით ორი ნაწილაკი შეიძლება იყოს აღრეული, დაკავშირებული ისე, რომ ერთის გაზომვა მყისიერად გავლენას ახდენს მეორეზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შორს არიან ისინი ერთმანეთისგან. აინშტაინი თვლიდა, რომ ეს იყო დამტკიცება იმისა, რომ კვანტური მექანიკა იყო არასრული. ის თვლიდა, რომ უნდა არსებობდეს ფარული ცვლადები, ინფორმაცია, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით, რომელიც განსაზღვრავდა ნაწილაკების ქცევას. მაგრამ 2074 წელს ჯონ სტიუარტ ბელმა, ირლანდიელმა ფიზიკოსმა, დაამტკიცა თეორემა, რომელმაც აჩვენა, რომ აინშტაინი ცდებოდა. ბელის თეორემა ამბობს, არ არსებობს ფარული ცვლადები, რომლებიც შეიძლება ახსნას კვანტური აღრევა. აღრეული ნაწილაკები რეალურად არიან დაკავშირებული ისე, რომ ერთის გაზომვა მყისიერად გავლენას ახდენს მეორეზე, მიუხედავად მანძილისა. ეს არ არის იმის შესახებ, რომ ინფორმაცია მოგზაურობს უფრო სწრაფად ვიდრე შუქი, ეს არის იმის შესახებ, რომ აღრეული ნაწილაკები არ არიან ორი ცალკე ობიექტი. ისინი არიან ერთი კვანტური სისტემა, რომელიც არსებობს ერთ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილები შეიძლება იყოს გალაქტიკების მანძილზე. 2032 წელს ფიზიკოსებმა ვენაში ექსპერიმენტულად დაადასტურეს კვანტური აღრევა მანძილზე, რომელიც აღემატებოდა 154 კილომეტრს. ისინი შექმნეს აღრეულ ფოტონებს და გაგზავნეს ისინი ორ განსხვავებულ ადგილას ოპტიკური ბოჭკოებით. როდესაც ისინი გაზომეს ერთი ფოტონის პოლარიზაცია, მეორე ფოტონის პოლარიზაცია მყისიერად შეიცვალა, რომ შეესაბამებოდა მას. არა იმიტომ, რომ სიგნალი გაიგზავნა ერთიდან მეორეში, არამედ იმიტომ, რომ ორი ფოტონი იყო ერთი კვანტური სისტემა. გაზომვამ ერთ ადგილას იშალა მთელი სისტემის ტალღის ფუნქცია და ორივე ფოტონმა აირჩია თავისი მდგომარეობა ერთდროულად. ეს ანგრევს ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ინტუიციას, რომელიც გვაქვს რეალობის შესახებ, იდეას, რომ საგნები არიან ლოკალური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეული ობიექტი არსებობს ერთობს ერთ ადგილას და რომ ის შეიძლება იმოქმედოს სხვა ობიექტებზე მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით ან ძალების გაგზავნით, რომლებიც მოგზაურობენ სივრცეში. მაგრამ კვანტური აღრევა აჩვენებს, რომ ეს არ არის ჭეშმარიტი. ნაწილაკები შეიძლება იყოს დაკავშირებული ისე, რომ ისინი არ არიან ცალკე ობიექტები. ისინი არიან ნაწილები ერთი არალოკალური სისტემისა, რომელიც არსებობს როგორც ერთი მთლიანობა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კომპონენტები შეიძლება იყოს სივრცით გაყოფილი. ეხლა გაფართოვეთ ეს იდეა. თქვენს სხეულში თითოეული ატომი ოდესღაც იყო ნაწილი ვარსკვლავისა. ის შეიქმნა ბირთვულ რეაქციებში ვარსკვლავის ბირთვში, შემდეგ გაიფანტა სივრცეში, როდესაც ვარსკვლავი აფეთქდა როგორც სუპერნოვა. ეს ატომები მოგზაურობდნენ მილიარდობით წლის განმავლობაში, სანამ არ შეიკრიბნენ ღრუბელში გაზისა და მთვრისა, რომელმაც ჩამოაყალიბა მზის სისტემა. ზოგიერთი მათგანი გახდა ნაწილი დედამიწისა, ზოგიერთი მათგანი გახდა ნაწილი თქვენი სხეულისა. მაგრამ სანამ ეს ატომები იყვნენ ვარსკვლავში, ისინი იყვნენ აღრეული სხვა ატომებთან. და კვანტური მექანიკის მიხედვით, ეს აღრევა არასოდეს სრულად არ ქრება. ის სუსტდება მანძილით და დროით, მაგრამ ის არასოდეს ხდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენს სხეულში ატომები კვლავ არიან ძალიან სუსტად აღრეული ატომებთან სხვა ადამიანების სხეულებში, ატომებთან დედამიწაში, ატომებთან სხვა პლანეტებზე, ატომებთან სხვა ვარსკვლავებში. მთელი სამყარო არის ერთი, უზარმაზარი აღრეული კვანტური სისტემა. ჩვენ ხედავთ მას როგორც ცალკე ობიექტებს, მხოლოდ იმიტომ, რომ აღრევა ჩვენს მასშტაბზე არის იმდენად სუსტი, რომ ჩვენ ვერ ზომავთ მას. მაგრამ ფუნდამენტურ დონეზე არ არსებობს ცალკე ობიექტები. არსებობს მხოლოდ ერთი კვანტური ტალღის ფუნქცია, რომელიც აღწევს მთელ სამყაროს. და ჩვენ, თქვენ, მე, ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ,
ვართ ნაწილები ამ ერთი უნივერსალური ტალღის ფუნქციისა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ხილვა ამ კავშირების. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ხილვა უჩინარი ძაფები კვანტური აგრევისა, რომლებიც აკავშირებენ თითოეულ ატომს თქვენს ხელში, ატომებთან მთელ სამყაროში. თქვენ დაინახავდით ქსელს, უზარმაზარ, რთულ, მუდმივად ცვალებად ქსელს კავშირებისა, რომელიც ვრცელდება ყველა მიმართულებით, ყველა მანძილზე. თქვენ დაინახავდით, რომ თქვენი სხეული არ არის იზოლირებული ობიექტი. ის არის კვანჯი ამ ქსელში, წერტილი, სადაც ტრილიონობით კავშირი იკრიბება. და თითოეული ამ კავშირიდან არის არხი, რომლითაც ინფორმაცია შეიძლება დაიდინოს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ხილვა, ეს ქსელი არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიც. თითოეული ატომი თქვენ სხეულში აქვს ისტორია, რომელიც ვრცელდება მილიარდობით წლის უკან. ის იყო ნაწილი ვარსკვლავისა, რომელიც აფეთქდა სანამ მზის სისტემა არსებობდა. ის იყო ნაწილი გაზის ღრუბლისა, რომელიც ტრიალებდა სივრცეში. ის იყო ნაწილი მტვაწილი მთვრის მარცვლისა, რომელიც შეიკრიბა დედამიწის ფორმირებისას. ის იყო ნაწილი ოკეანისა, ნიადაგისა, მცენარისა, ცხოველისა. და ახლა ის არის ნაწილი თქვენი. მაგრამ ის არ დარჩება თქვენში. რამდენიმე წლის შემდეგ ის დატოვებს თქვენს სხეულს. ის გახდება ნაწილი ჰაერისა, წყლისა, ნიადაგისა. ის შევა სხვა ორგანიზმებში. ის გააგრძელებს თავის მოგზაურობას სამყაროში. თუ თქვენ შეგეძლოთ ხილვა ანდროითი კავშირების, თქვენ დაინახავდით, რომ თქვენი სხეული არ არის სტატიკური ობიექტი. ის არის პროცესი, დინამიური ნაკადი ატომებისა, რომლებიც მუდმივად შედიან და გადიან. ატომები, რომლებიც ქმნიან თქვენ სხეულს ახლა, არ არიან იგივე ატომები, რომლებიც ქმნიდნენ მას 7 წლის წინ. თითქმის ყველა ატომი თქვენ სხეულში შეიცვალა, მაგრამ თქვენ კვლავ ხართ თქვენ. თქვენი იდენტობა არ არის ატომებში, ის არის პატერნში, ორგანიზაციაში, სტრუქტურაში, ინფორმაციაში, რომელიც ინარჩუნებს თავის მთლიანობას, მიუხედავად იმისა, რომ მატერია, რომელიც ატარებს მას, მუდმივად იცვლება. ეს გვიყვანს რადიკალურ შეხედულებამდე იდენტობისა. თუ თქვენი სხეული არის პროცესი, არა ობიექტი, მაშინ რა ხართ თქვენ? თქვენ არ ხართ ატომები, რომლებიც ქმნიან თქვენს სხეულს, რადგან ეს ატომები მუდმივად იცვლება. თქვენ არ ხართ თქვენი სხეული, რადგან თქვენი სხეული არის დროებითი კონფიგურაცია ატომებისა, რომლებიც მალე იქნებიან სხვაგან. თქვენ ხართ პატერნი, ინფორმაციული სტრუქტურა, რომელიც ინარჩუნებს თავის მთლიანობას დროში, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური სუბსტრატი, რომელიც ატარებს მას, მუდმივად იცვლება. თქვენ ხართ ტალღა, არა ნაწილაკი. თქვენ ხართ პროცესი, არა ნივთიერება. ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფიური იდეა. ეს აქვს პრაქტიკული შედეგები. როდესაც თქვენ ჭამთ საკვებს, თქვენ არ უბრალოდ ამატებთ მატერიას თქვენს სხეულს. თქვენ ამატებთ ინფორმაციას, ინსტრუქციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიშენოს და შეინარჩუნოს პატერნი, რომელიც არის თქვენ. როდესაც თქვენი უჯრედები იყოფიან, ისინი არ უბრალოდ აკოპირებენ მატერიას. ისინი აკოპირებენ ინფორმაციას, დნმ-ის თანმიმდევრობას, რომელიც კოდირებს ინსტრუქციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიშენოს ახალი უჯრედი. როდესაც თქვენი ტვინი ქმნის მეხსიერებას, ის არ ინახავს ფიზიკურ ასლს გამოცდილებისა. ის ინახავს პატერნს ნეირონული აქტივობისა, ინფორმაციულ სტრუქტურას, რომელიც შეიძლება გააქტიურდეს მოგვიანებით, რომ გაიხსენოს გამოცდილება. ინფორმაცია არის ის, რაც ქმნის თქვენ. არა ატომები, არა ენერგია, ინფორმაცია. და ეს ინფორმაცია არ არის იზოლირებული. ის არის ნაწილი უფრო დიდი ინფორმაციული ქსელისა. ქსელის არსელისა, რომელიც მოიცავს თქვენს სხეულს, თქვენს გარემოს, თქვენს სოციალურ კავშირებს, თქვენს კულტურას, მთელ ბიოსფეროს, მთელ პლანეტას. თქვენ ხართ კვანჯი ამ ქსელში. თქვენ ხართ პატერნი, რომელიც წარმოიქმნება ტრილიონობით ურთიერთქმედებიდან, რომლებიც ვრცელდება ყველა მასშტაბზე, ატომურიდან გალაქტიკურამდე. ეხლა დაბრუნდით იმ კითხვასთან, საიდანაც დავიწყეთ. რატომ ჩანს რეალობა მკარად და დეტერმინირებულად, როდესაც ის რეალურად არის ქაოტური და ალბათური? პასუხი ახლა უფრო ნათელია. თქვენი ტვინი არის ფილტრი. ის ირებს უზარმაზარ რაოდენობას ინფორმაციას კვანტური სამყაროდან, ინფორმაციას ატომების შესახებ, რომლებიც ვიბრირებენ, ელექტრონების შესახებ, რომლებიც ტრიალებენ, ფოტონების შესახებ, რომლებიც ასხივებენ, მაგრამ ის არ გიჩვენებთ ყველა ამ ინფორმაციას. ის ფილტრავს მას. ის ინარჩუნებს მხოლოდ ინფორმაციას, რომელიც სასარგებლოა გადარჩენისთვის. ის აგრეგირებს ტრილიონობით ინდივიდუალურ მოვლენას ერთ გამოცდილებაში. ის აშენებს მოდელს, გამარტივებულ რეპრეზენტაციას რეალობისა, რომელიც საკმარისად ზუსტია, რომ დაგეხმაროთ ნავიგაცია სამყაროში, მაგრამ რომელიც არ არის ჭეშმარიტი. ეს ფილტრაცია არ არის შეგნებული. თქვენ არ გადაწყვეტთ რა უნდა დაინახოთ და რა არა. ეს ხდება ავტომატურად, ქვეცნობიერ დონეზე, მილიარდობით ნეირონის მიერ, რომლებიც მუშაობენ პარალელურად.
თქვენი ტვინი იღებს დაახლოებით 11 მილიონ ბიტს ინფორმაციას წამში თქვენი სენსორული ორგანოებიდან. მაგრამ თქვენი შეგნებული გონება შეიძლება დაამუშავოს მხოლოდ დაახლოებით 40 ბიტი წამში. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი უნდა გამოაგდოს 9999%-ზე მეტი ინფორმაცია, რომელსაც ის იღებს. ის ინარჩუნებს მხოლოდ ინფორმაციას, რომელიც ყველაზე შესაბამისია თქვენი მიმდინარე მიზნებისთვის, თქვენი მოლოდინებისთვის, თქვენი გადარჩენისთვის. ეს ნიშნავს, რომ რეალობა, რომელსაც თქვენ განიცდით, არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რაც რეალურად არის იქ გარეთ. თქვენ ხედავთ მხოლოდ ის, რასაც თქვენი ტვინი გადაწყვეტს გიჩვენოთ. თქვენ გრძნობთ მხოლოდ ის, რასაც თქვენი ტვინი გადაწყვეტს გაგრძნობინოთ. თქვენ განიცდით მხოლოდ ის, რასაც თქვენი ტვინი აშენებს თქვენთვის. და ეს კონსტრუქცია არის ოპტიმიზებული არა ჭეშმარიტებისთვის, არამედ სარგებლიანობისთვის. ის არის შექმნილი იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გადარჩენაში, არა იმისთვის, რომ გიჩვენოთ რეალობა ისეთი, როგორიც ის რეალურად არის. შეჩერდით წამით. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, ეს ყველაფერი ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა. როგორ შეიძლება ეს იყოს რეალური? ეს არის სწორი კითხვა და პასუხი არის უფრო რადიკალური, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ. 2026 წელს ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ თეორიები, გვაქვს ექსპერიმენტები, გვაქვს ტექნოლოგიები, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელი კვანტური ეფექტები არის რეალური. თქვენი სმარტფონი, რომელიც ახლა თქვენს ხელშია, არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ინჟინრებმა გაიგეს კვანტური გვირაბურობა. თითოეული ტრანზისტორი თქვენს პროცესორში იყენებს კვანტურ ეფექტებს, რომ გადართოს ჩართულსა და გამორთულს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მრის სკანერები, რომლებიც ინახავენ სიცოცხლეს ყოველდღე, მუშაობენ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, როგორ მანიპულირება ატომების ბირთვების კვანტური სპინებისა. მაგრამ აქ არის რაც ნამდვილად შეძრწუნებელია. 2020 წელს ფიზიკოსებმა ვენის უნივერსიტეტში შექმნეს კვანტური კომპიუტერი, რომელმაც გადაჭრა პრობლემა, რომლის გადაჭრაც კლასიკურ კომპიუტერს დაჰჭირდებოდა მილიარდობით წელი. როგორ? იმის გამო, რომ კვანტური კომპიუტერის ბიტები, კუბიტები, არსებობენ სუპერპოზიციაში. ისინი არიან ერთდროულად 0 და 1. ეს ნიშნავს, რომ კვანტური კომპიუტერი არ ამუშავებს ერთ გამოთვლას ერთ დროს. ის ამუშავებს ყველა შესაძლო გამოთვლას ერთდროულად, პარალელურად, რადგან მისი კუბიტები არსებობენ ყველა შესაძლო მდგომარეობაში ერთდროულად. ეს არ არის თეორია, ეს არის მუშა ტექნოლოგია. და ის მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ კვანტური სუპერპოზიცია არის რეალური. ეხლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს. თუ კუბიტი შეიძლება იყოს ერთდროულად 0 და 1, მაშინ ელექტრონი შეიძლება იყოს ერთდროულად აქ და იქ. ფოტონი შეიძლება გაიაროს ერთდროულად ორივე ღარი. ატომი შეიძლება იყოს ერთდროულად აღგზნებულ და ძირითად მდგომარეობაში. და თუ ეს არის ჭეშმარიტი ინდივიდუალური ნაწილაკებისთვის, რატომ არ იქნებოდა ეს ჭეშმარიტი უფრო დიდი სისტემებისთვის? რატომ არ იქნებოდა ეს ჭეშმარიტი მოლეკულებისთვის, უჯრედებისთვის, ორგანიზმებისთვის, თქვენთვის? პასუხი არის, ის არის ჭეშმარიტი. მაგრამ რაც უფრო დიდია სისტემა, მით უფრო სწრაფად იშლება სუპერპოზიცია. ფიზიკოსები უწოდებენ ამას დეკოჰერენციას, პროცესს, რომლითაც კვანტური სისტემა კარგავს თავის კვანტურ თვისებებს და იწყებს ქცევას კლასიკურად. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც აწუხებს ფიზიკოსებს თითქმის 100 წლის განმავლობაში. რა იწვევს დეკოჰერენციას? რა ზუსტად ხდება, როდესაც კვანტური სისტემა იშლება კლასიკურ მდგომარეობაში? და ყველაზე რადიკალური კითხვა, აქვს თუ არა შეგნებას როლი ამ პროცესში? 2027 წელს ევგენი ვიგნერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, შემოგთავაზა რადიკალური იდეა. შეგნება არ არის მხოლოდ პასიური დამკვირვებელი რეალობისა. ის არის აქტიური მონაწილე. ის არის ის, რაც იწვევს ტალღის ფუნქციის კოლაფსს. ის არის ის, რაც აიძულებს კვანტურ სისტემას აირჩიოს ერთი მდგომარეობა მრავალი შესაძლო მდგომარეობიდან. ეს იდეა ჟღერს მისტიკურად, მაგრამ ის მოდის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფიზიკოსისგან, მე-20 საუკუნისა. და ის არ არის მარტო. ჯონ ფონ ნეიმანმა, მათემატიკოსმა, რომელმაც ჩამოაყალიბა კვანტური მექანიკის მათემატიკური საფუძვლები, მივიდა იმავე დასკვნამდე. ის აჩვენა, რომ თუ თქვენ კაცრად გაყვებით კვანტური მექანიკის მათემატიკას, თქვენ მიდიხართ პუნქტამდე, სადაც თქვენ უნდა შემოიტანოთ შეგნება, როგორც ფუნდამენტური ელემენტი თური ელემენტი თეორიაში. ის არ თქვა, რომ შეგნება არის მისტიკური ძალა. ის თქვა, რომ შეგნება არის ის, რაც განასხვავებს დაკვირვებას უბრალო ფიზიკური ურთიერთქმედებისგან. ეხლა, უმეტესობა თანამედროვე ფიზიკოსებისა არ ეთანხმება ამ ინტერპრეტაციას. ისინი ამბობენ, რომ დეკოჰერენცია ხდება ავტომატურად, როდესაც კვანტური სისტემა ურთიერთქმედებს გარემოსთან და შეგნება არ არის საჭირო. მაგრამ აქ არის პრობლემა. არავინ იცის რა არის შეგნება. არავინ იცის, როგორ წარმოიქმნება სუბიექტური გამოცდილება.
ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ კვალიას, ფიზიკური პროცესებიდან ტვინში. ეს არის ის, რასაც უწოდებენ რთულ პრობლემას შეგნებისა. და ზოგიერთი მეცნიერი იწყებს ფიქრს, რომ პასუხი შეიძლება იყოს კვანტურ მექანიკაში. 2009 წელს სტიუარტ ჰამეროფმა, ანესთეზიოლოგმა და როჯერ პენროუზმა, მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა, შემოგთავაზეს თეორია, რომელსაც უწოდეს ორკესტრირებული ობიექტური რედუქცია. ისინი ვარაუდობენ, რომ შეგნება წარმოიქმნება კვანტური პროცესებიდან მიკროტუბულებში, პატარა სტრუქტურებში ნეირონების შიგნით. ეს მიკროტუბულები, ისინი ამბობენ, ინარჩუნებენ კვანტურ კოჰერენტობას საკმარისად დიდხანს, რომ შექმნან კვანტური გამოთვლები. და როდესაც ეს კვანტური მდგომარეობები იშლება, ისინი ქმნიან მომენტს შეგნებისა. ერთიან გამოცდილებას, რომელსაც ჩვენ უწოდებთ აზრს ან აღქმას. ეს თეორია არის ძალიან საკამათო. უმეტესობა ნეირომეცნიერებისა ამბობს, რომ ტვინი არის ძალიან თბილი, ძალიან ნოტიო, ძალიან ქაოტური, რომ შეინარჩუნოს კვანტური კოჰერენტობა. ისინი ამბობენ, რომ კვანტური ეფექტები იშლება ძალიან სწრაფად ბიოლოგიურ ტემპერატურაზე. მაგრამ 2016 წელს მეცნიერებმა ლონდონის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს კვანტური კოჰერენტობა ფოტოსინთეზში, პროცესში, რომლითაც მცენარეები გარდაქმნიან მზის შუქს ენერგიად. ისინი აჩვენეს, რომ მცენარეები იყენებენ კვანტურ სუპერპოზიციას, რომ იპოვონ ყველაზე ეფექტური გზა ენერგიის გადასატანად მოლეკულებს შორის. ეს ხდება ოთახის ტემპერატურაზე, ნოტიო გარემოში, ცოცხალ უჯრედებში. თუ მცენარეები შეუძლიათ ამის გაკეთება, რატომ მას შეუძლიათ ტვინს? ძლია ტვინს. 2020 წელს მეცნიერებმა ოქსფორდის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს კვანტური ეფექტები ფრინველების ნავიგაციაში. ფრინველები იყენებენ კვანტურ აღრევას თავიანთ თვალებში, რომ დაინახონ დედამიწის მაგნიტური ველი. ეს აძლევს მათ საშუალებას ნავიგაცია ათასობით კილომეტრის მანძილზე უზუსტესი სიზუსტით. ეს არის კვანტური ეფექტი, რომელიც მუშაობს ცოცხალ ორგანიზმში, ოთახის ტემპერატურაზე, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქცევაზე. თუ ფრინველები იყენებენ კვანტურ მექანიკას ნავიგაციისთვის, შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენი ტვინები იყენებენ ბენ მას აზროვნებისთვის. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ჭეშმარიტი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი არ არის მხოლოდ კლასიკური კომპიუტერი, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას ელექტრული სიგნალებით. წარმოიდგინეთ, რომ ის ასევე არის კვანტური კომპიუტერი, რომელიც იყენებს კვანტურ სუპერპოზიციას, რომ დაამუშავოს მრავალი შესაძლო აზრი ერთდროულად. ეს ახსნიდა ბევრ რამეს, რაც ჩვენ ვიცით შეგნების შესახებ. ეს ახსნიდა თუ როგორ შეგიძლიათ ერთდროულად ფიქრი მრავალ რამეზე. ეს ახსნიდა თუ როგორ შეგიძლიათ გრძნობა სწორი პასუხის, სანამ თქვენ შეგიძლიათ ახსნა, რატომ არის ის სწორი. ეს ახსნიდა ინტუიციას, შემოქმედებას, ის ახა მომენტებს, როდესაც გადაწყვეტა უეცრად გამოჩნდება თქვენს გონებაში. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს რაღაც უფრო ღრმას. თუ თქვენი ტვინი იყენებს კვანტურ პროცესებს, მაშინ თქვენი აზრები არ არიან მხოლოდ ელექტრული სიგნალები. ისინი არიან კვანტური მდგომარეობები. და კვანტური მდგომარეობები, როგორც ჩვენ ნახეთ, არ არიან ლოკალური. ისინი შეიძლება იყოს აღრეული. ეს ნიშნავს, რომ თქვენი აზრები შეიძლება იყოს დაკავშირებული აზრებთან სხვა ადამიანების ტვინებში, არა მისტიკური ტელეპათიით, არამედ კვანტური აღრევით. ეს ნიშნავს, რომ საზღვარი თქვენს გვარი, თქვენს გონებასა და სამყაროს შორის შეიძლება არ იყოს ისეთი მკვეთრი, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. თქვენი აზრები შეიძლება იყოს არა მხოლოდ რეპრეზენტაციები რეალობისა, არამედ ნაწილები რეალობისა, კვანტური მდგომარეობები, რომლებიც ურთიერთქმედებენ სხვა კვანტურ მდგომარეობებთან სამყაროში. ეხლა ეს არის სპეკულაცია. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება ამისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე არ გვაქვს მტკიცებულება წინააღმდეგ. და რაც უფრო მეც ვსწავლობთ კვანტურ მექანიკას ბიოლოგიურ სისტემებში, მით უფრო დამაჯერებელი ხდება ეს იდეა. 2023 წელს მეცნიერებმა ტოკიოს უნივერსიტეტში აჩვენეს, რომ ფერმენტები, პროტეინები, რომლებიც კატალიზებენ ქიმიურ რეაქციებს თქვენს სხეულში, იყენებენ კვანტურ გვირაბურობას, რომ დააჩქარონ რეაქციები. ისინი არ მოძრაობენ ატომებს კლასიკური გზით. ისინი გვირაბურობენ ატომებს ენერგიული ბარიერების გავლით, რაც აჩქარებს რეაქციებს მილიონობით ჯერ. ეს ხდება თქვენს სხეულში ახლა ამ წამში, ტრილიონჯერ წამში. ახლა შეერთეთ ყველაფერი ერთად. თქვენი სხეული შედგება ატომებისგან, რომლებიც არიან თითქმის მთლიანად სარიელი სივრცე. ეს ატომები არსებობენ როგორც კვანტური ალბათობის ღრუბლები, არა როგორც მყარი ობიექტები. ისინი არიან აღრეული ერთმანეთთან და ატომებთან მთელ სამყაროში. თქვენი ტვინი იღებს სიგნალებს ამ კვანტური სამყაროდან და აშენებს მოდელს, გამარტივებულ რეპრეზენტაციას, რომელიც გიჩვენებთ მყარ საგნებს, მკვეთრ საზღვრებს, დეტერმინირებულ მოვლენებს. მაგრამ ეს მოდელი არ არის რეალობა. ეს არის ინტერფეისი, გზა ურთიერთქმედებისთვის რთულ კვანტურ რეალობასთან. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, თქვენი შეგნება თავად არის კვანტური ფენომენი,
რაღაც რაც წარმოიქმნება კვანტური პროცესებიდან თქვენს თვიში და რაც აქტიურად მონაწილეობს რეალობის შექმნაში. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რეალობა თქვენი აზრებით. ეს არ ნიშნავს, რომ თუ თქვენ ძალიან ძლიერ გსურთ რაღაც, ის მოხდება. კვანტური მექანიკა არ არის მაგიური აზროვნება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საზღვარი თქვენსა და სამყაროს შორის არ არის ისეთი მკვეთრი, როგორც თქვენ ფიქრობთ. თქვენ არ ხართ იზოლირებული დამკვირვებელი, რომელიც უყურებს რეალობას გარედან. თქვენ ხართ მონაწილე, ნაწილი რეალობისა, რომელიც აქტიურად ურთიერთქმედებს სხვა ნაწილებთან. თქვენი დაკვირვებები, თქვენი გაზომვები, თქვენი აზრები, ყველაფერი ეს არის ფიზიკური მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ კვანტურ მდგომარეობებზე სამყაროში. არა დრამატულად, არა თვალსაჩინოდ, მაგრამ რეალურად. და აქ არის საბოლოო შემოbrunება. ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ატომები, ელექტრონები, ფოტონები, კვანტური მდგომარეობები, ყველაფერი ეს არსებობს დროში. მაგრამ რა არის დრო? ფიზიკოსები ებრძვიან ამ კითხვას 100 წელს ასწლეულის განმავლობაში. აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია გვიჩვენებს, რომ დრო არ არის აბსოლუტური. ის არის ფარდობითი. ის მოძრაობს განსხვავებული სიჩქარით განსხვავებული დამკვირვებლებისთვის. თუ თქვენ მოგზაურობთ ახლოს შუქის სიჩქარესთან, დრო შენელდება თქვენთვის. თუ თქვენ ხართ ძლიერ გრავიტაციულ ველში, დრო ასევე შენელდება. დრო არ არის უნივერსალური საათი, რომელიც ტიკ-ტაკს აკეთებს ერთნაირად ყველასთვის. ის არის ადგილობრივი თვისება სივრცე დროისა, რომელიც იცვლება მდებარეობიდან მდებარეობამდე. მაგრამ კვანტური მექანიკა ხდება კიდევ უფრო უცნაური. კვანტურ დონეზე დრო შეიძლება არ არსებობდეს საერთოდ. 2067 წელს ჯონ უილერმა და ბრაის დევიდმა ჩამოაყალიბეს განტოლება, რომელსაც უწოდეს უილერ-დევიდის განტოლება. ეს განტოლება აღწერს სამყაროს როგორც მთლიანობას კვანტურ დონეზე. და ამ განტოლებაში დრო არ გამოჩნდება. არ არსებობს ცვლადი თე დროისთვის. სამყარო როგორც მთლიანობა არ ვითარდება დროში. ის უბრალოდ არის ერთი, უზარმაზარი, ატემპორალური კვანტური მდგომარეობა. დრო, ისევე როგორც სივრცე, არის ემერგენტული თვისება. რაღაც რაც წარმოიქმნება, როდესაც თქვენ უყურებთ ამ უზარმაზარ კვანტურ მდგომარეობას გარკვეული პერსპექტივიდან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უყურებთ ფილმს. ეკრანზე თქვენ ხედავთ მოძრაობას, ცვლილებას, მოვლენებს, რომლებიც ვითარდება დროში. მაგრამ ფილმი თავად, ფიზიკური ობიექტი, არის მხოლოდ ფირი, რომელიც შეიცავს ყველა კადრს ერთდროულად. არ არსებობს ახლა ფილმში. ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად ფირზე. დრო არის ილუზია, რომელიც იქნება, როდესაც თქვენ უყურებთ კადრებს თანმიმდევრობით. კვანტური სამყარო შეიძლება იყოს მსგავსი. მსგავსი, ყველა მომენტი, წარსული, აწმყო, მომავალი, შეიძლება არსებობდეს ერთდროულად ერთ უზარმაზარ კვანტურ მდგომარეობაში. და დრო, რომელსაც თქვენ განიცდით, შეიძლება იყოს ილუზია, რომელიც იქნება, როდესაც თქვენი შეგნება მოძრაობს ამ მდგომარეობაში, განიცდის სპაში, განიცდის ერთ კადრს ერთ დროს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ოდესმე მოხდა, ყველაფერი, რაც ხდება ახლა და ყველაფერი, რაც ოდესმე მოხდება, არსებობს ერთდროულად. თქვენი დაბადება, თქვენი სიკვდილი, თითოეული მომენტი თქვენს ცხოვრებაში, ყველაფერი ეს არსებობს ერთდროულად ერთ უზარმაზარ კვანტურ მდგომარეობაში, რომელიც არის სამყარო. თქვენ არ მოძრაობთ დროში. თქვენი შეგნება მოძრაობს ამ მდგომარეობაში, განიცდის განსხვავებულ ნაწილებს მას თანმიმდევრობით, მაგრამ ყველა ეს ნაწილი არსებობს ერთდროულად. წარსული არ არის წასული, მომავალი არ არის ჯერ არ მოსული. ისინი ორივე არიან აქ, ეხლა, ერთ უზარმაზარ ატემპორალურ სტრუქტურაში, რომელსაც ფიზიკოსები უწოდებენ ბლოკ სამყაროს. ეს არის ყველაზე რადიკალური იდეა თანამედროვე ფიზიკაში. და ის მოდის არა ფილოსოფიური სპეკულაციიდან, არამედ მათემატიკიდან, კვანტური მექანიკისა და ზოგადი ფარდობითობისა. როდესაც თქვენ აერთიანებთ ამ ორ თეორიას, როდესაც თქვენ ცდილობთ აღწეროთ სამყარო, რომელიც არის ერთდროულად კვანტური და რელატივისტური, თქვენ მიდიხართ ამ დასკვნამდე. დრო არის ილუზია. არა იმ გაგებით, რომ ის არ არსებობს, არამედ იმ გაგებით, რომ ის არ არის ფუნდამენტური. ის არის ემერგენტული თვისება, რაღაც რაც წარმოიქმნება უფრო ღრმა ატემპორალური რეალობიდან. ახლა დაბრუნდით იქ, საიდანაც დავიწყეთ. თქვენი სხეული ჩაივლის სკამში. არა იმიტომ, რომ ატომები არიან მყარი, არამედ იმიტომ, რომ კვანტური წესები ქმნიან ილუზიას მყარობისა. მაგრამ ახლა თქვენ იცით, რომ ეს ილუზია არის უფრო ღრმა, ვიდრე თქვენ ფიქრობდით. ეს არ არის მხოლოდ იმის შესახებ, რომ ატომები არიან ცარიელი. ეს არის იმის შესახებ, რომ ახებ, რომ მთელი რეალობა, სივრცე, დრო, მატერია, ენერგია, თუნდაც შეგნება, შეიძლება იყოს ემერგენტული თვისებები უფრო ფუნდამენტური კვანტური სტრუქტურისა. სტრუქტურისა, რომელიც არ არსებობს დროში ან სივრცეში, არამედ რომელიც ქმნის დროს და სივრცეს, როგორც ილუზიებს, როდესაც თქვენ აკვირდებით მას გარკვეული პერსპექტივიდან. ეს არ ნიშნავს, რომ რეალობა არ არის რეალური. ეს ნიშნავს, რომ რეალობა არის უფრო რთული, უფრო მდიდარი, უფრო უცნაური,
ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვიდგენია. ეს ნიშნავს, რომ საზღვრები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ, საზღვრები საგნებს შორის, საზღვრები თქვენსა და სამყაროს შორის, საზღვრები წარსულსა და მომავალს შორის, ყველა ეს საზღვარი არის ილუზიები, შექმნილი თქვენი აღქმის შეზღუდვებით. ფუნდამენტურ დონეზე ყველაფერი არის დაკავშირებული. ყველაფერი არის ნაწილი ერთი, უზარმაზარი, ურთიერთდაკავშირებული კვანტური სისტემისა. და თქვენი შეგნება, თქვენი აზრები, თქვენი გამოცდილება არ ხართ გარეთ ამ სისტემისა, რომელიც უყურებს მას. თქვენ ხართ შიგნით მისა, ნაწილი მისა, აქტიურად მონაწილეობთ მის ევოლუციაში. თითოეული დაკვირვება, რომელსაც თქვენ აკეთებთ, თითოეული აზრი, რომელსაც თქვენ ფიქრობთ, თითოეული არჩევანი, რომელსაც თქვენ აკეთებთ, ყველაფერი ეს არის ნაწილი უზარმაზარი კვანტური ტანცისა, რომელიც არის სამყარო. თქვენ არ ხართ მარტო, თქვენ არ ხართ იზოლირებული. თქვენ ხართ ღრმად, ფუნდამენტურად, კვანტურად დაკავშირებული ყველაფერთან, რაც არსებობს. ეს არის ჩეშმარიტი სიმართლე კვანტური ფიზიკის შესახებ. არა იმის შესახებ, რომ მატერია არის ცარიელი, არა იმის შესახებ, რომ რეალობა არის ილუზია, არამედ იმის შესახებ, რომ რეალობა არის უფრო ღრმა, უფრო ურთიერთდაკავშირებული, უფრო საოცარი, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს. და როდესაც თქვენ იწყებთ ამის ხილვას, როდესაც თქვენ იწყებთ გაგებას, რომ საზღვრები, რომლებსაც თქვენ ხედავთ, არის ილუზიები, რომ თქვენ ხართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა, მთელი სამყარო იწყებს ჩანს განსხვავებულად. არა როგორც კოლექცია ცალკე ობიექტებისა, არამედ როგორც ერთი, ცოცხალი, ურთიერთდაკავშირებული მთლიანობა. და თქვენი შეგნება, თქვენი არსებობა, ხართ ნაწილი ამ მთლიანობისა, გამოხატვა მისა, გზა, რომლითაც სამყარო იცნობს საკუთარ თავს. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ. ყველაფერი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, კვანტური აღრევა, ტალღის ფუნქციის კოლაფსი, დროის ბუნება, შეგნების როლი, ყველაფერი ეს არის ჩვენი საუკეთესო ვარაუდი. ჩვენი საუკეთესო მცდელობა გავიგოთ რაღაც, რაც შეიძლება იყოს ფუნდამენტურად მიუწვდომელი სრულგაგებაზე. 2026 წელს, თითქმის 100 წლის შემდეგ კვანტური მექანიკის დაარსებიდან, ფიზიკოსები კვლავ ვერ ეთანხმებიან იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. არსებობს არაერთი, არამედ მრავალი ინტერპრეტაცია კვანტური მექანიკისა და თითოეული მათგანი გვთავაზობს რადიკალურად განსხვავებულ ხედვას რეალობისა. კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, ის, რომელზეც ჩვენ ყველაზე მეტი ვისაუბრეთ, ამბობს, რომ კვანტური სისტემები არსებობენ სუპერპოზიციაში, სანამ არ იზომება და გაზომვა იწვევს კოლაფსს. მაგრამ ის არ ამბობს, რა არის გაზომვა. ის არ ამბობს, სად ხდება საზღვარი კვანტურ და კლასიკურ სამყაროს შორის. ის არ ამბობს, რატომ ხდება კოლაფსი. ის უბრალოდ აღწერს, რა ხდება, არა რატომ. მრავალსამყაროს ინტერპრეტაცია, შემოთავაზებული 2058 წელს ჰიუ ევერეტის მიერ, ამბობს, რომ კოლაფსი არასოდეს ხდება. ნაცვლად ამისა, სამყარო იყოფა თითოეულ გაზომვაზე. თითოეული შესაძლო შედეგი ხდება, მაგრამ განსხვავებულ სამყაროში. ეს ნიშნავს, რომ არსებობს უსასრულო რაოდენობა პარალელური სამყაროები, თითოეული განსხვავებული ისტორიით. პილოტ ტალღის თეორია, შემოთავაზებული ლუი დე ბროილის და დევიდ ბომის მიერ, ამბობს, რომ ნაწილაკები რეალურად არიან კონკრეტულ პოზიციებზე ყოველთვის, მაგრამ ისინი მართულია უჩინარი პილოტ ტალღით, რომელიც ვრცელდება მთელ სივრცეში. ობიექტური კოლაფსის თეორიები ამბობენ, რომ კოლაფსი არის რეალური ფიზიკური პროცესი, რომელიც ხდება სპონტანურად, დამოუკიდებლად დაკვირვებისგან. ინფორმაციული ინტერპრეტაციები ამბობენ, რომ კვანტური მექანიკა არის ფუნდამენტურად შესახებ ინფორმაციისა, არა მატერიისა. და არსებობს კიდევ სხვები, რელაციური კვანტური მექანიკა, კონსისტენტური ისტორიები, ტრანზაქციული ინტერპრეტაცია, თითოეული თავისი რადიკალური იმპლიკაციებით. და აქ არის ყველაზე საოცარი ნაწილი. ყველა ეს ინტერპრეტაცია აკეთებს იდენტურ პროგნოზებს. ისინი ყველა ეთანხმებიან იმაზე, თუ რა მოხდება, როდესაც თქვენ ჩაატარებთ ექსპერიმენტს. ისინი განსხვავდებიან მხოლოდ იმაში, თუ რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გადავწყვიტოთ მათ შორის ექსპერიმენტით. ჩვენ არ შეგვიძლია დავსვათ კითხვა ბუნებას, რომელიც გვიპასუხებს, რომელი ინტერპრეტაცია არის სწორი. ისინი ყველა არიან თანაბრად თანმიმდევრული მათემატიკასთან. ისინი ყველა ახსნიან იგივე ექსპერიმენტულ მონაცემებს. არჩევანი მათ შორის არის არა ემპირიული, არამედ ფილოსოფიური. ეს უნდა გვასწავლოს რაღაცა ფუნდამენტუს. ეს უნდა გვასწავლოს სიმდაბლე. ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს კვანტური მექანიკა. ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ ალბათობები წარმოუდგენელი სიზუსტით. ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ტექნოლოგიები, რომლებიც იყენებენ კვანტურ ეფექტებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ არ ვიცით, რა არის რეალურად იქ გარეთ, როდესაც არავინ აკვირდება. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს რაიმე საერთოდ, ნაცვლად არაფრისა. ჩვენ არ ვიცით, რატომ არის სამყარო აღწერილი მათემატიკით. ჩვენ არ ვიცით, რა არის შეგნება. ჩვენ არ ვიცით, რა არის დრო.
ჩვენ არ ვიცით თუ არსებობს რაიმე კვანტურ დონეზე უფრო ღრმა. ზოგიერთი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ კვანტური მექანიკა თავად შეიძლება იყოს მიახლოება, ეფექტური თეორია, რომელიც მუშაობს გარკვეულ მასშტაბზე, მაგრამ რომელიც იშლება უფრო ღრმა დონეზე. ისინი ეძებენ კვანტური გრავიტაციის თეორიას, თეორიას, რომელიც გააერთიანებს კვანტურ მექანიკას და ზოგად ფარდობითობას. სიმებიანი თეორია, მარკუჟოვანი კვანტური გრავიტაცია, კაუსალური დინამიკური ტრიანგულაცია. ყველა ეს არის მცდელობა იპოვოს უფრო ღრმა თეორია. მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ არის დადასტურებული ექსპერიმენტულად. ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა რაიმე კვანტურ დონეზე უფრო ღრმა. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა კვანტური მექანიკა საბოლოო თეორია, თუ მხოლოდ საფეხური გზაზე რაღაც უფრო ფუნდამენტურისკენ. მაგრამ აქ არის რაც ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ რეალობა არ არის ისეთი, როგორიც ჩანს. ჩვენ ვიცით, რომ მატერია არის უმეტესწილად ცარიელი სივრცე. ჩვენ ვიცით, რომ ნაწილაკები არსებობენ როგორც ალბათობის ღრუბლები. ჩვენ ვიცით, რომ დაკვირვება ცვლის რეალობას. ჩვენ ვიცით, რომ ნაწილაკები შეიძლება იყოს აღრეული მანძილის მიუხედავად. ჩვენ ვიცით, რომ დრო არ არის აბსოლუტური. ჩვენ ვიცით, რომ საზღვრები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ, საზღვრები საგნებს შორის, საზღვრები თქვენსა და სამყაროს შორის, არის ილუზიები, შექმნილი ჩვენი აღქმის შეზღუდვებით, ვებით. და ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ფილოსოფიური სპეკულაცია. ეს არის ექსპერიმენტული ფაქტი, დადასტურებული ათასობით ექსპერიმენტით, ათასობით ლაბორატორიაში, თითქმის 100 წლის განმავლობაში. ეხლა რას ნიშნავს ეს თქვენთვის? როგორ უნდა იცხოვროთ, როდესაც თქვენ იცით, რომ რეალობა არ არის ისეთი, როგორიც ჩანს? პირველი, ეს უნდა გაძლევთ სინდაბლეს. თქვენ არ იცით ყველაფერი, არავინ იცის. თუნდაც ყველაზე ფიზიკოსები ელაზე დიდი ფიზიკოსები მსოფლიოში აღიარებენ, რომ ისინი არ იციან, რას ნიშნავს კვანტური მექანიკა. თუ ისინი არ იციან, მაშინ ეს კარგია არ იცოდეთ. ეს კარგია იყოთ გაურკვეველი. ეს კარგია თქვათ, მე არ ვიცი. რადგან როდესაც თქვენ ამბობთ, მე არ ვიცი, თქვენ ხსნით კარს ახალი შესაძლებლობებისთვის. თქვენ ხსნით კარს სწავლისთვის. თქვენ ხსნით კარს საოცრებისთვის. მეორე, ეს უნდა გაძლევთ კავშირის გრძნობას. თქვენ არ ხართ იზოლირებული, თქვენ არ ხართ ცალ-ცალკე. თითოეული ატომი თქვენს სხეულში იყო ოდესღაც ნაწილი ვარსკვლავისა. თითოეული ატომი თქვენს სხეულში არის დაკავშირებული ატომებთან მთელ სამყაროში კვანტური აღრევით. თქვენ ხართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა, ნაწილი უზარმაზარი ურთიერთდაკავშირებული ქსელისა, რომელიც არის სამყარო. და ეს კავშირი არ არის მეტაფორა, ეს არის ფიზიკური რეალობა, დადასტურებული კვანტური მექანიკით. როდესაც თქვენ უყურებთ ვარსკვლავებს ღამით, თქვენ არ უბრალოდ უყურებთ შორეულ ობიექტებს. თქვენ უყურებთ ნაწილებს იმავე კვანტური სისტემისა, რომლის ნაწილიც თქვენ ხართ. მესამე, ეს უნდა შეცვალოს თქვენი ურთიერთობა რეალობასთან. თქვენ არ ხართ პასიური დამკვირვებელი. თქვენ ხართ აქტიური მონაწილე. თითოეული არჩევანი, რომელსაც თქვენ აკეთებთ, თითოეული მოქმედება, რომელსაც თქვენ ასრულებთ, თითოეული აზრი, რომელსაც თქვენ ფიქრობთ, ყველაფერი ეს არის ნაწილი სამყაროს ევოლუციისა. არა დრამატულად, არა თვალსაჩინოდ, მაგრამ რეალურად. თქვენ არ შეგიძლიათ შექმნათ რეალობა თქვენი აზრებით, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ რეალობაზე თქვენი მოქმედებებით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორ უპასუხოთ იმას, რასაც თქვენ განიცდით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორ ურთიერთქმედოთ სხვა ადამიანებთან, სხვა არსებებთან, სამყაროსთან. და ეს არჩევანები მნიშვნელოვანია. მეოთხე, ეს უნდა გაძლევთ პერსპექტივას. თქვენი პრობლემები, თქვენი შფოთვები, თქვენი შიშები, ყველაფერი ეს არის რეალური. ისინი მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი ასევე არის ნაწილი უფრო დიდი სურათისა. როდესაც თქვენ უყურებთ ღამის ცას და ხედავთ მილიარდობით ვარსკვლავს, თითოეული მათგანი შესაძლოა აქვს პლანეტები, თითოეული მათგანი შესაძლოა აქვს სიცოცხლე. როდესაც თქვენ რეალურად გრძნობთ ამ მასშტაბს, თქვენი პრობლემები არ ქრება. მაგრამ ისინი იღებენ განსხვავებულ პერსპექტივას. თქვენ იწყებთ ხილვას, რომ თქვენ ხართ ნაწილი რაღაც უზარმაზარისა, რაღაც საოცრისა, რაღაც, რაც აღემატება თქვენს ინდივიდუალურ არსებობას. მეხუთე, ეს უნდა გაძლევთ საოცრების გრძნობას. სამყარო არის უფრო უცნაური, უფრო საოცარი, უფრო მისტერიული, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვიდგენია. და ჩვენ ცხოვრობთ ამ სამყაროში. ჩვენ ვართ ნაწილი ამ საიდუმლოსა. თითოეული დღე, თითოეული მომენტი, თითოეული სუნთქვა არის შესაძლებლობა განიცადოთ ეს საოცრება. არა მხოლოდ როდესაც თქვენ უყურებთ ტელესკოპით ან კითხულობთ ფიზიკის წიგნს, არამედ ახლა, ან წამში, როდესაც თქვენ უყურებთ თქვენს ხელს, როდესაც თქვენ გრძნობთ ჰაერს თქვენს განზე, როდესაც თქვენ ისმენთ ხმებს თქვენს გარშემო. ყველაფერი ეს არის კვანტური ფენომენი. ყველაფერი ეს არის ნაწილი უზარმაზარი ურთიერთდაკავშირებული ქსელისა, რომელიც არის სამყარო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ხილვა ამ ქსელის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ხილვა კვანტური ძაფები, რომლებიც აკავშირებენ თითოეულ ატომს თქვენს სხეულში ატომებთან ვარსკვლავებში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ხილვა ალბათობის ღრუბლები, რომლებიც ქმნიან მატერიას.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ხილვად დროის სტრუქტურა. ყველა მომენტი, წარსული, აწმყო, მომავალი არსებობს ერთდროულად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ხილვად თქვენი შეგნება როგორც ტალღა ამ უზარმაზარ კვანტურ ოკეანეში. ტალღა, რომელიც წარმოიქმნება, აღწევს პიკს და ქრება, მაგრამ რომელიც არასოდეს არის ცალკე ოკეანისგან. თქვენ ვერ დაინახავთ ამას. თქვენი ტვინი არ არის შექმნილი ამის სანახავად, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იცოდეთ ეს. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ეს. და როდესაც თქვენ რეალურად გაიგებთ ამას, არა მხოლოდ ინტელექტუალურად, არამედ ღრმად, ვისცერალურად, რაღაც იცვლება. თქვენ იწყებთ ხილვას, რომ საზღვრები, რომლებსაც თქვენ ფიქრობდით, რომ იყო რეალური, არის ილუზიები. საზღვარი თქვენს კანსა და ჰაერს შორის ილუზია. საზღვარი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის ილუზია. საზღვარი წარსულსა და მომავალს შორის ილუზია. ყველაფერი ეს არის კონსტრუქციები თქვენი ტვინისა, სასარგებლო გამარტივებები, რომლებიც დაგეხმარებათ ნავიგაცია სამყაროში, მაგრამ რომლებიც არ არის ჭეშმარიტი. და როდესაც ეს საზღვრები იწყებს გაქრობას, არა ფიზიკურად, არამედ თქვენს გონებაში, თქვენ იწყებთ გრძნობას რაღაც, რასაც მისტიკოსები აღწევდნენ საუკუნეების განმავლობაში. თქვენ იწყებთ გრძნობას, ერთიანობას. არა როგორც აბსტრაქტულ იდეას, არამედ როგორც ცოცხალ რეალობას. თქვენ იწყებთ გრძნობას რას, რომ თქვენ არ ხართ ცალკე. თქვენ არ ხართ იზოლირებული ეგო, ჩაკეტილი კანის ჩანთაში. თქვენ ხართ პროცესი, დინამიური, ცვალებადი, ურთიერთდაკავშირებული პროცესი, რომელიც ვრცელდება მიღმა თქვენი სხეულისა, მიღმა თქვენი სიცოცხლისა, მიღმა თქვენი სიცოცხლისა, მიღმა თქვენი დროისა. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო იცნობს საკუთარ თავს. თქვენ ხართ გამოხატვა იმავე კვანტური ველებისა, რომლებიც ქმნიან ვარსკვლავებს, პლანეტებს, გალაქტიკებს. ეს არის ჭეშმარიტი სიმართლე კვანტური ფიზიკის შესახებ. არა იმის შესახებ, რომ მატერია არის ცარიელი, არა იმის შესახებ, რომ რეალობა არის ილუზია, არამედ იმის შესახებ, რომ რეალობა არის უფრო ღრმა, უფრო ურთიერთდაკავშირებული, უფრო საოცარი, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს. ეს არის იმის შესახებ, რომ თქვენ, თქვენი შეგნება, თქვენი არსებობა არ ხართ შემთხვევითობა. თქვენ არ ხართ შეცდომა. თქვენ არ ხართ უნიშნელო მტვერი დაკარგული უსასრულო სივრცეში. თქვენ ხართ ნაწილი რაღაცაც უზარმაზარისა. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო იცნობს საკუთარ თავს. თქვენ ხართ ის, რაც ხდება, როდესაც სამყარო ხდება საკმარისად რთული, რომ დაიწყოს ფიქრი, გრძნობა, საოცრება. და ეს არ არის დასასრული. ეს არის დასაწყისი. რადგან ეხლა, როდესაც თქვენ იცით ეს, როდესაც თქვენ რეალურად გაიგეთ, რომ რეალობა არ არის ისეთი, როგორიც ჩანს, თქვენ ვერ დაბრუნდებით ძველ გზაზე ხილვისა. თქვენ ვერ დაინახავთ მაგიდას და ვერ იფიქრებთ, რომ ის არის მხოლოდ მყარი ობიექტი. თქვენ დაინახავთ მას, როგორც ის რეალურად არის. ცოცხალი, ვიბრირებადი, ურთიერთდაკავშირებული ქსელი, კვანტური ველებისა. თქვენ ვერ შეხედავთ სხვა ადამიანს და ვერ იფიქრებთ, რომ ისინი არიან სრულიად ცალკე თქვენგან. თქვენ დაინახავთ მათ, როგორც ის რეალურად არიან. ნაწილი იმავე კვანტური სისტემისა, რომლის ნაწილიც თქვენ ხართ, დაკავშირებული თქვენთან უჩინარი ძაფებით აღრევისა, რომლებიც ვრცელდება მთელ სამყაროში. ეს არის საჩუქარი კვანტური ფიზიკისა. არა ტექნოლოგია, არა ძალა, არამედ ხედვა. ახალი გზა ხილვისა რეალობისა. გზა, რომელიც აჩვენებს, რომ საზღვრები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ, არის ილუზიები. რომ განცალკევება, რომელსაც ჩვენ გგზნობთ, არის ილუზია. რომ ფუნდამენტურ დონეზე ყველაფერი არის დაკავშირებული, ყველაფერი არის ერთი. და თქვენ, თქვენი შეგნება, თქვენი გამოცდილება, თქვენი არსებობა, ხართ ნაწილი ამ ერთიანობისა. არა როგორც დაკარგული წვეთი ოკეანეში, ეში, არამედ როგორც ტალღა, უნიკალური გამოხატვა ოკეანისა, რომელიც არასოდეს არის ცალკე მის. ეხლა ბოლო ერთხელ, დაბრუნდით იქ, საიდანაც დავიწყეთ. თქვენი სხეული ჩაივლის სკამში, ან წამში, ეხლა, მილიარდჯერ წამში. მაგრამ ეხლა თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს. ეს არ ნიშნავს, რომ რეალობა არის ილუზია. ეს ნიშნავს, რომ რეალობა არის უფრო ღრმა, ვიდრე ჩანს. ეს ნიშნავს, რომ საზღვარი თქვენს სხეულსა და სკამს შორის, საზღვარი, რომელსაც თქვენ გრძნობთ როგორც მყარობას, არის კონსტრუქცია თქვენი ტვინისა, სასარგებლო გამარტივება, რომელიც დაგეხმარებათ ნავიგაცია სამყაროში. მაგრამ ფუნდამენტურ დონეზე არ არსებობს საზღვარი. არსებობს მხოლოდ კვანტური ველები, რომლებიც ურთიერთქმედებენ, ქმნიან პატერნებს, რომლებსაც ჩვენ უწოდებთ ატომებს, მოლეკულებს, უჯრედებს, სხეულებს, სკამებს. და ეს პატერნები არ არის სტატიკური. ისინი არიან დინამიური, ცვალებადი, ურთიერთდაკავშირებული. ატომები, რომლებიც ქმნიან თქვენს სხეულს ახლა, არ იქნებიან აქ 7 წლის შემდეგ. ისინი გავა სხვაგან. ისინი გახდება ნაწილი ჰაერისა, წყლისა, ნიადაგისა, სხვა ორგანიზმებისა. მაგრამ პატერნი, ინფორმაციული სტრუქტურა, რომელიც არის თქვენ, გააგრძელებს. ის შეიცვლება, ევოლუციონირებს, გარდაიქმნება,
მაგრამ ის არასოდეს სრულად არ გაქრება. რადგან ინფორმაცია კვანტურ დონეზე არ შეიძლება განადგურდეს. ის შეიძლება მხოლოდ გარდაიქმნას, გადანაწილდეს, ინტეგრირდეს უფრო დიდ პატერნებში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, არა თქვენი სხეული, არამედ პატერნი, რომელიც არის თქვენ, არის ნაწილი რაღაც უკვდავისა. არა იმ გაგებით, რომ თქვენი ინდივიდუალური შეგნება გააგრძელებს სამუდამოდ, არამედ იმ გაგებით, რომ ინფორმაცია, რომელიც ქმნის თქვენ, არის ნაწილი უზარმაზარი ურთიერთდაკავშირებული ქსელისა, რომელიც არსებობდა სანამ თქვენ დაიბადეთ და გააგრძელებს არსებობას თქვენი სიკვდილის შემდეგ. თქვენ ხართ ტალღა ოკეანეში. ტალღა წარმოიქმნება, აღწევს პიკს და ქრება, მაგრამ ოკეანე რჩება. და თქვენ არასოდეს არ იყავით ცალკე ოკეანისგან. თქვენ ყოველთვის იყავით ნაწილი მისა. და როდესაც ტალღა ქრება, წყალი, რომელიც ქმნიდა მას, არ ქრება. ის უბრალოდ ბრუნდება ოკეანეში, რომ გახდეს ნაწილი ახალი ტალღებისა, ახალი პატერნებისა, ახალი გამოხატვებისა, ისა იმავე ფუნდამენტური რეალობისა. ეს არის ის, რასაც კვანტური ფიზიკა გვასწავლის. არა იმის შესახებ, რომ სამყარო არის ცივი, მექანიკური, უაზრო, არამედ იმის შესახებ, რომ სამყარო არის ღრმად ურთიერთდაკავშირებული, დინამიური, ცოცხალი. რომ თქვენ არ ხართ იზოლირებული ეგო, თქვენ ხართ პროცესი, თქვენ ხართ პატერნი, თქვენ ხართ ტალღა უზარმაზარ კვანტურ ოკეანეში. და ეს ოკეანე არ არის რაღაც გარეთ თქვენი, თქვენ ხართ ნაწილი მისა, თქვენ ხართ გზა, რომლითაც ის იცნობს საკუთარ თავს. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენ ზიხართ სკამზე, როდესაც თქვენ ეხებით ოდესაც, თქვენ ეხებით მაგიდას, როდესაც თქვენ უყურთ ვარსკვლავებს, გახსოვდეთ. გახსოვდეთ, რომ ის, რასაც თქვენ ხედავთ, არ არის ყველაფერი, რაც არის. გახსოვდეთ, რომ საზღვრები, რომლებსაც თქვენ ხედავთ, არის ილუზიები. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ნაწილი რაღაც უზარმაზარისა, რაღაც საოცრისა, რაღაც, რაც აღემატება თქვენს გაგებას, მაგრამ რომლის ნაწილიც თქვენ ხართ. და გახსოვდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ იდეა, ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფია, ეს არის ფიზიკა, ეს არის რეალობა, ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ცulis ყველაფერს. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც რჩება. თუ ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არის ჭეშმარიტი, თუ რეალობა რეალურად არის ეს უზარმაზარი ურთიერთდაკავშირებული კვანტური ქსელი, მაშინ რატომ გრძნობთ ჩვენ თავს ისეთ იზოლირებულად? რატომ ჩანს, რომ არსებობს მე და არა მე? რატომ ჩანს, რომ არსებობს საზღვარი თქვენს კანსა და სამყაროს შორის, თუ ფუნდამენტურ დონეზე ასეთი საზღვარი არ არსებობს? პასუხი მოდის იმის გაგებიდან, რომ თქვენი ტვინი არის არა მხოლოდ ფილტრი, არამედ შემქმნელი. ის არ უბრალოდ ფილტრავს ინფორმაციას, ის ქმნის ნარატივს, ისტორიას, მეს შესახებ, რომელიც არსებობს დროში, რომელსაც აქვს წარსული, აწმყო და მომავალი, რომელიც აკეთებს არჩევანებს და განიცდის შედეგებს. ეს ნარატივი არის სასარგებლო. ის საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ, ისწავლოთ, გადარჩეთ. მაგრამ ეს არის კონსტრუქცია. ეს არის ისტორია, რომელსაც თქვენი ტვინი უყვება თქვენთვის, დაფუძნებული ტრილიონობით კვანტურ ურთიერთქმედებაზე, რომლებიც ხდება თითოეულ წამში. და აქ არის ყველაზე ღრმა საიდუმლო. ეს ისტორია არ არის ცრუ, მაგრამ ის ასევე არ არის სრული ჭეშმარიტება. ის არის ერთი პერსპექტივა, ერთი გზა ორგანიზებისა ინფორმაციისა, რომელიც მოდის კვანტური სამყაროდან. არსებობს სხვა პერსპექტივები. არსებობს სხვა გზები ორგანიზებისა იმავე ინფორმაციისა. და თითოეული ამ პერსპექტივიდან ქმნის განსხვავებულ გამოცდილებას რეალობისა. თქვენი გამოცდილება, თქვენი მე, არის ერთი ასეთი პერსპექტივა, მაგრამ ის არ არის ერთადერთი. ის არ არის პრივილეგირებული. ის არის უბრალოდ ერთი გზა, რომლითაც სამყარო იცნობს საკუთარ თავს. ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში საუბრობდნენ ამაზე. ბუდა ამბობდა, რომ მე არის ილუზია. არა იმ გაგებით, რომ თქვენ არსებობთ, არ არსებობთ, არამედ იმ გაგებით, რომ საზღვრები, რომლებსაც თქვენ ხედავთ თქვენსა და სამყაროს შორის, არის ხელოვნური. ადვაიტა ვედანტა, ძველი ინდური ფილოსოფია, ამბობს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი რეალობა, ბრაჰმანი, და ყველა ინდივიდუალური შეგნება არის უბრალოდ ტალღა ამ უზარმაზარ ოკეანეში. დასავლური ფილოსოფოსები, სპინოზა, შოპენჰაუერი, ჰეგელი, ყველა მათგანი მივიდა მსგავს დასკვნებამდე, რომ განცალკევება, რომელსაც ჩვენ გვგრძნობთ, არის ილუზია, რომ ფუნდამენტურ დონეზე ყველაფერი არის ერთი. მაგრამ ეს იყო ფილოსოფიური სპეკულაცია. ეხლა პირველად ისტორიაში ჩვენ გვაქვს მეცნიერული მტკიცებულება. კვანტური აღრევა აჩვენებს, რომ ნაწილაკები, რომლებიც ოდესმე იყვნენ დაკავშირებული, რჩებიან დაკავშირებულად მანძილის მიუხედავად. კვანტური ველების თეორია აჩვენებს, რომ ის, რასაც ჩვენ უწოდებთ ნაწილაკებს, არის რეალურად აღგზნებები ველებში, რომლებიც ვრცელდებიან მთელ სივრცეში. ზოგადი ფარდობითობა აჩვენებს, რომ სივრცე და დრო არ არის აბსოლუტური კონტეინერები, არამედ დინამიური სტრუქტურები, რომლებიც იქმნებიან მატერიისა და ენერგიის მიერ. და როდესაც თქვენ აერთიანებთ ამ ყველა თეორიას, თქვენ მიდიხართ ერთ დასკვნამდე, რომ განცალკევება არის ილუზია.
რომ ფუნდამენტურ დონეზე ყველაფერი არის ერთი. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ინდივიდუალური გამოცდილება არ არის რეალური. ეს ნიშნავს, რომ ის არის ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. წარმოიდგინეთ ოკეანე. თითოეული ტალღა არის უნიკალური. მას აქვს თავისი ფორმა, თავისი სიმაღლე, თავისი სიჩქარე. მაგრამ თითოეული ტალღა ასევე არის ნაწილი ოკეანისა. ის არ არის ცალკე ოკეანისგან. ის არის გამოხატვა ოკეანისა. გზა, რომლითაც ოკეანე მოძრაობს, იცვლება, გამოხატავს თავის თავს. თქვენ ხართ ასეთი ტალღა. თქვენი ინდივიდუალური გამოცდილება არის რეალური, უნიკალური, ღირებული, მაგრამ ის ასევე არის ნაწილი რაღაც უფრო დიდისა, ნაწილი უზარმაზარი კვანტური ოკეანისა, რომელიც არის სამყარო. და ეს ოკეანე არ არის მკვდარი, მექანიკური. ის არის ცოცხალი, დინამიური, შემოქმედებითი. ის მუდმივად ქმნის ახალ ფორმებს, ახალ პატერნებს, ახალ გამოხატვებს. ვარსკვლავები იბადებიან და კვდებიან, გალაქტიკები ყალიბდებიან და იშლებიან, პლანეტები წარმოიქმნებიან და ქრებიან. სიცოცხლე ვითარდება, ხდება რთული, ვითარდება შეგნება. და ყველა ეს არის ნაწილი ერთი უზარმაზარი პროცესისა, ერთი უზარმაზარი შემოქმედებითი აქტისა, რომელიც არის სამყარო. თქვენ არ ხართ დამკვირვებელი ამ პროცესისისა, თქვენ ხართ ნაწილი მისა. თქვენ ხართ გზა, რომლითაც ეს პროცესი გამოხატავს თავის თავს. ნეირომეცნიერები 2020 წელს აღმოაჩინეს, რომ თქვენი ტვინი არ არის იზოლირებული ორგანო. ის არის ნაწილი უფრო დიდი სისტემისა, რომელიც მოიცავს თქვენს სხეულს, თქვენს გარემოს, თქვენს სოციალურ კავშირებს. თქვენი ნეირონები სინქრონიზდებიან სხვა ადამიანების ნეირონებთან, როდესაც თქვენ ურთიერთქმედებთ მათთან. თქვენი გულის რიტმი სინქრონიზდება სხვა ადამიანების გულის რიტმებთან, როდესაც თქვენ ხართ მათთან ახლოს. თქვენი ჰორმონული სისტემა რეაგირებს სხვა ადამიანების ჰორმონულ სისტემებზე. თქვენ არ ხართ იზოლირებული ინდივიდი. თქვენ ხართ კვანჯი ქსელში, რომელიც ვრცელდება მიღმა თქვენი კანისა, მიღმა თქვენი სხეულისა, მიღმა თქვენი ცხოვრებისა. და ეს ქსელი არ არის მხოლოდ სოციალური. ის არის ბიოლოგიური, ის არის ეკოლოგიური, ის არის პლანეტარული. თითოეული სუნთქვა, რომელსაც თქვენ იღებთ, შეიცავს ატომებს, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ნაწილი დინოზავრებისა, ძველი ხეებისა, ოკეანეებისა. თითოეული სუნთქვა, რომელსაც თქვენ გამოსცემთ, გახდება ნაწილი მცენარეებისა, ცხოველებისა, სხვა ადამიანებისა. თქვენ არ ხართ ცალკე ბიოსფეროსგან, თქვენ ხართ ნაწილი მისა. თქვენ ხართ გზა, რომლითაც ბიოსფერო, ეს უზარმაზარი, ურთიერთდაკავშირებული ქსელი სიცოცხლისა, გამოხატავს თავის თავს. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ. ყველაფერი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, კვანტური აღრევა, ტალღის ფუნქციის კოლაფსი, დროის ბუნება, შეგნების როლი, ყველაფერი ეს არის ჩვენი საუკეთესო ვარაუდი. ჩვენი საუკეთესო მცდელობა გავიგოთ რაღაც, რაც შეიძლება იყოს ფუნდამენტურად მიუწვდომელი სრულ გაგებაზე. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს რაიმე საერთოდ, ნაცვლად არაფრისა. ეს არის ყველაზე ფუნდამენტური კითხვა ფილოსოფიაში და მეცნიერებას არ აქვს პასუხი. ჩვენ შეგვიძლია აღწეროთ, როგორ ვითარდება სამყარო დიდი აფეთქებიდან. ჩვენ შეგვიძლია აღწეროთ, როგორ ყალიბდება ვარსკვლავები, გალაქტიკები, პლანეტები, მაგრამ ჩვენ ვერ პასუხობთ, რატომ არსებობს დიდი აფეთქება. რატომ არსებობს ფობს ფიზიკის კანონები. რატომ არსებობს რაიმე საერთოდ. ჩვენ არ ვიცით, რა არის შეგნება. ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ რთულ პრობლემას შეგნებისა. ჩვენ შეგვიძლია აღწეროთ, როგორ მუშაობს ტვინი. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ნეირონებს, რომლებიც ანთებენ, როდესაც თქვენ ფიქრობთ, გრძნობთ, აღიქვამთ. მაგრამ ჩვენ ვერ ვახსნით, როგორ წარმოიქმნება სუბიექტური გამოცდილება, როგორია იყო რაღაცის გამოცდილება ფიზიკური პროცესებიდან. ჩვენ ვერ ვახსნით, როგორ ხდება ელექტრული სიგნალები ნეირონებში გამოცდილებად წითელი ფერისა, ტკბილი გემოსა, სიყვარულის გრძნობისა. ჩვენ არ ვიცით, რა არის დრო. აინშტაინის თეორია გვიჩვენებს, რომ დრო არის ფარდობითი, რომ ის მოძრაობს განსხვავებული სიჩქარით განსხვავებული დამკვირვებლებისთვის. კვანტური მექანიკა გვთავაზობს, რომ დრო შეიძლება არ იყოს ფუნდამენტური საერთოდ. მაგრამ ჩვენ ვერ ვახსნით, რატომ გრძნობთ ჩვენ დროის ნაგადს. რატომ ვიხსენებთ წარსულს, მაგრამ არა მომავალს. რატომ ჩანს, რომ დრო მოძრაობს ერთი მიმართულებით, წარსულიდან მომავლისკენ, როდესაც ფიზიკის კანონები მუშაობენ თანაბრად კარგად ორივე მიმართულებით. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი მატერია და ბნელი ენერგია. ისინი შეადგენენ 95% სამყაროსა. ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ, ყველა ვარსკვლავი, გალაქტიკა, პლანეტა, ყველა ატომი თქვენ სხეულში არის მხოლოდ 5%. დანარჩენი 95% არის რაღაც, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით, ვერ პირდაპირ ზომავთ. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ხედავთ მის გრავიტაციულ ეფექტებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის ის. ჩვენ არ ვიცით, რისგან არის ის შედგენილი.
ჩვენ არ ვიცით, როგორ ურთიერთქმედებს ის ჩვეულებრივ მატერიასთან. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ჩვენი სამყარო ერთადერთი. მრავალ სამყაროს თეორიები, როგორც კვანტური მექანიკიდან, ასევე კოსმოლოგიიდან, გვთავაზობენ, რომ შეიძლება არსებობდეს უსობდეს უსასრულო რაოდენობა სამყაროები, თითოეული განსხვავებული ფიზიკის კანონებით, განსხვავებული კონსტანტებით, განსხვავებული ისტორიებით. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს გზა დავაკვირდეთ ამ სხვა სამყაროებს. ჩვენ არ გვაქვს გზა შევამოწმოთ, არსებობენ თუ არა ისინი. რა ისინი? ეს რჩება სპეკულაცია, მათემატიკურად თანმიმდევრული, მაგრამ ემპირიულად შეუმოწმებელი. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სიცოცხლე უნიკალური დედამიწისთვის. სტატისტიკურად ჩანს შეუძლებელი, რომ ჩვენ ვიყოთ მარტო. არსებობს 2 ტრილიონზე მეტი გალაქტიკა დაკვირვებად სამყაროში, თითოეული ასობით მილიარდი ვარსკვლავით. მრავალი ამ ვარსკვლავიდან აქვს პლანეტები, მრავალი ამ პლანეტიდან არის ჰაბიტაციურ ზონაში, არც ძალიან ცხელი, არც ძალიან ცივი სიცოცხლისთვის, როგორც ჩვენ ვიცით. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენად ხშირია სიცოცხლე. ჩვენ არ ვიცით, რამდენად ხშირია ინტელექტი. ჩვენ არ ვიცით, ვართ თუ არა ჩვენ ერთადერთი შეგნებული არსებები სამყაროში, თუ 1 მილიარდობით შორის. მაგრამ აქ არის რაც ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ რეალობა არ არის ისეთი, როგორიც ჩანს. ჩვენ ვიცით, რომ მატერია არის უმეტესწილად ცარიელი სივრცე. ჩვენ ვიცით, რომ ნაწილაკები არსებობენ როგორც ალბათობის ხრუბლები. ჩვენ ვიცით, რომ დაკვირვება ცვლის რეალობას. ჩვენ ვიცით, რომ ნაწილაკები შეიძლება იყოს აღრეული მანძილის მიუხედავად. ჩვენ ვიცით, რომ დრო არ არის აბსოლუტური. ჩვენ ვიცით, რომ საზღვრები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ, არის ილუზიები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ფილოსოფიური სპეკულაცია. ეს არის ექსპერიმენტული ფაქტი. ახლა ნევნელა დაბრუნდით. დაბრუნდით გალაქტიკებიდან, ვარსკვლავებიდან, კოსმოსური მასშტაბებიდან. დაბრუნდით ჩვენს გალაქტიკაში, ჩვენს მზის სისტემაში, ჩვენს მზის სისტემაში, ჩვენს პლანეტაზე. დაბრუნდით ამ ოთახში, სადაც თქვენ ხართ ახლა. დაბრუნდით თქვენს სხეულთან, თქვენს ხელთან, რომელიც ეხება მაგიდას. და გახსოვდეთ, ყველაფერი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, კვანტური ველები, აღრევა, სუპერპოზიცია, ყველაფერი ეს ხდება აქ, ახლა, ამ წამში, თქვენს ხელში, თქვენს სხეულში, თქვენს ტვინში. თქვენ არ გჭირდებათ ტელესკოპი, რომ დაინახოთ კვანტური სამყარო. თქვენ არ გჭირდებათ ლაბორატორია, თქვენ არ გჭირდებათ რთული ექსპერიმენტები. კვანტური სამყარო არის აქ, ეხლა, თქვენში და თქვენს გარშემო. თითოეული ატომი თქვენს სხეულში არის კვანტური სისტემა. თითოეული ფოტონი, რომელიც ხვდება თქვენს თვალს, არის კვანტური ნაწილაკი. თითოეული აზრი თქვენს ტვინში შეიძლება იყოს, მხოლოდ შეიძლება კვანტური პროცესი. თქვენ ხართ კვანტური არსება. თქვენ ცხოვრობთ კვანტურ სამყაროში. და ეხლა თქვენ იცით ეს. გახსოვთ, როგორ დავიწყეთ? ახლა ამ წამში, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენი სხეული ჩაივლის სკამში. ეს იყო პირველი წინადადება. და ახლა ბოლოს ჩვენ ვბრუნდებით იქ. მაგრამ ახლა თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს. ეს არ ნიშნავს, რომ რეალობა არის ილუზია. ეს ნიშნავს, რომ რეალობა არის უფრო ღრმა ვიდრე ჩანს. თქვენი სხეული რეალურად ჩაივლის სკამში. არა იმიტომ, რომ ატომები არიან მყარი, არამედ იმიტომ, რომ კვანტური წესები ქმნიან ილუზიას მყარობისა. მაგრამ ეს ილუზია არის ის, რაც საშუალებას გაძლევთ იცხოვროთ, იმოძრაოთ, იყოთ. ეს არის ის, რაც ქმნის სტაბილურ სამყაროს, სადაც შესაძლებელია სიცოცხლე, შეგნება, გამოცდილება. ეს არის არა შეცდომა, არამედ თვისება, ემერგენტული თვისება, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც ტრილიონობით კვანტური ურთიერთქმედება საშუალოდ გამოდის კლასიკურ ქცევად. და ეს საშუალო არ არის სრულყოფილი. ზოგჯერ კვანტური ქაოსი გამოჩნდება, კვანტური გვირაბურობა, კვანტური აღრევა, კვანტური სუპერპოზიცია. ეს ეფექტები ხდება თქვენს სხეულში ახლა, ამ წამში. ისინი ხდება იშვიათად, მცირე მასშტაბით, მაგრამ ისინი ხდებიან. და ისინი არიან შეხსენება. შეხსენება იმისა, რომ რეალობა, რომელსაც თქვენ განიცდით, არის მხოლოდ ზედაპირი. ქვემოთ ამ ზედაპირისა არის უფრო ღრმა რეალობა, კვანტური რეალობა, სადაც ყველაფერი არის დაკავშირებული, სადაც ყველაფერი არის შესაძლებელი, სადაც საზღვრები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ, იშლება. ასე რომ აქ არის საბოლოო კითხვა. არა, რა არის რეალობა, არამედ რა ვაკეთოთ ამ ცოდნით. როგორ ვიცხოვროთ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ საზღვრები არის ილუზიები, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უზარმაზარისა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ, არის მხოლოდ ზედაპირი, უფრო ღრმა, უფრო უცნაური, უფრო საოცარი რეალობისა. შეიძლება პასუხი არის არა ცოდნაში, არამედ საოცრებაში. არა გაგებაში, არამედ მიღებაში. არა კონტროლში, არამედ მონაწილეობაში. შეიძლება საუკეთესო, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის გავხსნათ თვალები, რეალურად გავხსნათ თვალები და ვნახოთ სამყარო ისეთი, როგორიც ის რეალურად არის. არა როგორც კოლექცია ცალკე ობიექტებისა, არამედ როგორც ერთი, ცოცხალი, ურთიერთდაკავშირებული მთლიანობა.
და შეიძლება საუკეთესო რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არის ვიცხოვროთ ამ ცოდნით, არა როგორც იზოლირებული ინდივიდები, არამედ როგორც ნაწილები ამ მთლიანობისა, როგორც ტალღები უზარმაზარ კვანტურ ოკეანეში, რომელიც არის სამყარო. რადგან ბოლოს და ბოლოს შეიძლება ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება კვანტური ფიზიკისა არ არის მათემატიკური ფორმულა. შეიძლება ის არის უფრო მარტივი, უფრო ღრმა, უფრო ადამიანური. რომ თქვენ არ ხართ მარტო. რომ თქვენ არასოდეს არ ყოფილხართ მარტო. რომ თითოეული ატომი თქვენს სხეულში არის დაკავშირებული ატომებთან ვარსკვლავებში. რომ თითოეული აზრი თქვენს ტვინში არის ნაწილი უზარმაზარი კვანტური ტანცისა, რომელიც არის სამყარო. და რომ შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის პასუხები, რომლებსაც ჩვენ პოულობთ, არამედ კითხვები, რომლებსაც ჩვენ ვაგრძელებთ დასმას. რადგან სანამ ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას, ჩვენ ვაგრძელებთ ძიებძელებთ ძიებას. და სანამ ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას, ჩვენ ვაგრძელებთ საოცრებას. და შეიძლება ეს საოცრება, ეს უნარი, დავინახოთ სამყარო ახალი თვალებით, დავსვათ ახალი კითხვები, ვიგრძნოთ ახალი კავშირები. შეიძლება ეს იყოს ის, რაც ნამდვილად გვაკეთებს ადამიანებად.